როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა სასტუმროს ნომერში, საწოლზე იდო ჩამოხსნილი მიკროფონი, რომელზეც ჯერ კიდევ ჩანდა სისხლის კვალი. ეს მიკროფონი 30 წლის განმავლობაში მალავდნენ. მასზე ჩაწერილი ხმა არ ჰგავს იმას, რასაც მილიონები იცნობდნენ სცენიდან. ეს იყო ტირილი, ყველა და სახელი, რომელიც კოტე მახარაძე არასოდეს გამოთქვამდა საჯაროდ. ის სახელი, რომელიც მას კლავდა. ამ ჩანაწერს პოლიციამ საქმიდან ამოიღო იმავე დღეს და ის გაუჩინარდა. ვინ იყო ის ადამიანი, რომლის სახელსაც კოტე ბოლო წუთებში იდახდა? რატომ უნდა დამალულიყო ეს მტკიცებულება? და რატომ ამბობდნენ მისი უახლოესი ადამიანები, რომ ამ მიკროფონის პოვნის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, თითქოს ვიღაც ძალიან მძლავრი არ სურდა, რომ ჭეშმარიტება გამხდარიყო? დღეს, 10 წლეულების შემდეგ, ჩვენ ვიპოვეთ ადამიანი, რომელმაც მოისმინა ეს ჩანაწერი იმ ღამეს. და ის, რასაც ის გვიამბობს, ანგრევს ყველაფერს, რაც ჩვენ ვიცოდით კოტე მახარაძის შესახებ. 1985 წელს, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ეძებდა თავის ახალი დენტობას დამოუკიდებლობის პირველ წლებში, კოტე მახარაძე იყო ხმა, რომელიც ყველას აერთიანებდა. მისი რეპორტაჟები ომიდან, მისი ინტერვიუები ქუჩებში, მისი უშუალო ეთერები კატასტროფების ადგილებიდან, ეს იყო არა უბრალოდ ჟურნალისტიკა, ეს იყო ეროვნული თერაპია. ადამიანები რადიოსთან იკრიბებოდნენ, როდესაც კოტეს ხმა ისმოდა. მაგრამ არავინ არ იცოდა, რომ ამ ხმის უკან იყო გული, რომელიც უკვე მოითხოვდა წყალობას. ექიმები აფრთხილებდნენ მას ჯერ კიდევ 1984 წელს, როდესაც პირველი გულის შეტევა მოხდა პირდაპირ ეთერში. მაგრამ კოტე არ ჩერდებოდა. არ შეეძლო. რადგან მისთვის მიკროფონი იყო არა პროფესია, ეს იყო ჟანგბადი. მაგრამ რატომ? რატომ არ შეეძლო ამ ადამიანს, რომელსაც ჰყავდა ცოლი, 2 შვილი და მილიონების სიყვარული, რომ დაესვენა? რა აიძულებდა მას, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ექიმები ეუბნებოდნენ, თუ კიდევ ერთხელ წახვალ რეპორტაჟზე, ეს იქნება შენი უკანასკნელი, ის მაინც აირჩევდა მიკროფონს. პასუხი იმალება არა მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში, არამედ იმ ადამიანების მოგონებებში, რომლებიც მას ხედავდნენ კარებს მიღმა. გრიმიორი, რომელიც 30 წლის განმავლობაში ინახავდა დუმილს, ახლა პირველად ლაპარაკობს. მე ვფარავდი მის სისხლჩაქცევებს ყოველ რეპორტაჟამდე, ამბობს ის ცრემლებით თვალებში. მაგრამ არ ასცემოდნენ მას ქუჩაში. ის სცემოდა საკუთარ თავს. ის იმდენად ძლიერად აჭერდა მიკროფონს, რომ ხელები სისხლში ჰქონდა. თითქოს ეშინოდა, რომ თუ გაუშვებდა, გაქრებოდა. ეს არის ისტორია არა დაავადების შესახებ. ეს არის ისტორია არჩევანის შესახებ, რომელიც კოტე მახარაძემ გააკეთა იმ დღეს, როდესაც ექიმებმა უთხრეს სასტიკი სიმართლე. და ეს არჩევანი დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით, იმ დღეს, როდესაც ერთი ადამიანი შევიდა მის ცხოვრებაში და შესთავაზა გარიგება, რომელიც მას ამსახურებდა სიცოცხლეს სიკვდილის სანაცვლოდ. 1978 წლის თებერვალში, თბილისის რადიოს სადარბაზოში ახალგაზრდა კოტე მახარაძე ელოდა თავის პირველ ეთერს. მას 22 წელი ჰქონდა, ჟურნალისტიკის დიპლომი და გული, რომელიც ისე ძლიერად ცემდა, რომ ფიქრობდა, ყველა ისმენდა. მაგრამ არავინ არ ისმენდა. იმ დროს საბჭოთა რადიო იყო მანქანა, სადაც ახალგაზრდა ხმები იხშებოდნენ პირველივე წუთებში, თუ არ ჰქონდათ სწორი კავშირები. კოტეს არ ჰქონდა. მას ჰქონდა მხოლოდ ნიჭი და საშინელი სურვილი, რომ ყოფილიყო ხმა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხმა არ ჰქონდათ. და სწორედ ეს სურვილი გახადა იგი მსხვერპლად. იმ დღეს, როდესაც კოტე იჯდა ცარიელ სტუდიაში და ელოდა რედაქტორს, რომელიც არასოდეს მოვიდოდა, კარი გაიღო და შემოვიდა კაცი, რომლის სახელი მთელი საქართველო იცოდა, მაგრამ არავინ არ ბედავდა ხმამაღლა წარმოთქმას. ეს იყო ვახტანგ ჯავახიშვილი, პროდიუსერი, რომელსაც ჰქონდა კავშირები მოსკოვში, ფული ბაქოში და რეპუტაცია თბილისში, როგორც ადამიანს, რომელიც აკეთებდა ვარსკვლავებს, მაგრამ ასევე ანადგურებდა მათ, თუ ისინი აღარ ემორჩილებოდნენ. ვახტანგმა დაჯდა კოტეს პირდაპირ, ამოიღო პაპიროსი და უთხრა წინადადება, რომელიც ჟღერდა როგორც სიზმარი. შენ გინდა იყო ხმა? მე შემიძლია გავხადო შენ ხმა. მაგრამ ხმას აქვს ფასი. კოტე არ იცოდა იმ მომენტში, რომ ეს ფასი იქნებოდა მისი სიცოცხლე. ვახტანგ ჯავახიშვილი არ იყო უბრალოდ პროდიუსერი. ის იყო ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა, ვინ ლაპარაკობდა რადიოში, ვინ ჩნდებოდა ტელევიზიაში, ვინ იღებდა პრემიებს და ვინ ქრებოდა უკვალოდ. მისი მეთოდი იყო მარტივი, ის პოულობდა ნიჭიერ, მაგრამ სასოწარკვეთილ ახალგაზრდებს, აძლევდა მათ ყველაფერს, სახელს, ფულს, დიდებას და ნელ-ნელა აქცევდა მათ თავის მონებად. კონტრაქტები, რომლებსაც ის აწერინებდა, იყო ისეთი, რომ ადამიანი კარგავდა უფლებას საკუთარ ხმაზე, საკუთარ სიტყვებზე, თუნდაც საკუთარ ოჯახზე.
მაგრამ კოტე ამას არ იცოდა. ის ხედავდა მხოლოდ შესაძლებლობას. რა არის ფასი? ჰკითხა კოტემ და ვახტანგმა გაიღიმა. შენი ერთგულება. შენი დრო. შენი სიჩუმე, როდესაც მე გეტყვი ჩუმად იყო. და შენი ხელმოწერა ამ ქაღალდზე. ის გააცვლინა კოტეს დოკუმენტს, რომელიც იყო 10 გვერდის სისქის, დაბეჭდილი წვრილი შრიფტით, რომელსაც არავინ არ კითხულობდა. კოტემ ხელი მოაწერა. და იმ მომენტში მისმა გულმა, რომელიც ისედაც ძალიან ძლიერად ცემდა, გააკეთა პირველი არარეგულარული დარტყმა. მაგრამ კოტე არ შეამჩნია. ის უკვე ოცნებობდა მიკროფონზე, რომელიც მალე იქნებოდა მისი. მაგრამ რა იყო ნამდვილად ამ კონტრაქტში? რატომ ინახავდა ვახტანგ ჯავახიშვილი ასეთ დოკუმენტებს სეიფში, რომელსაც ორი საკეტი ჰქონდა? და რატომ, როდესაც კოტეს ცოლმა მარინა მახარაძემ წლების შემდეგ სცადა ამ კონტრაქტის ასლის მოპოვება, მას უთხრეს, რომ ასეთი დოკუმენტი არასოდეს არსებობდა? ჩვენ ვიპოვეთ ადამიანი, რომელმაც იხილა ეს კონტრაქტი. და ის, რასაც ის გვიამბობს, ხსნის, რატომ არ შეეძლო კოტე მახარაძეს არასოდეს უარი ეთქვა რეპორტაჟზე, თუნდაც როდესაც მისი გული ევედრებოდა შეწყვეტას. 1979 წლის აგვისტოში კოტე მახარაძე უკვე იყო ხმა, რომელსაც მთელი საქართველო იცნობდა. მისი რეპორტაჟები ქარხნებიდან, სოფლებიდან, სამშენებლო მოედნებიდან ისმოდა ყოველდილას რადიოში და ადამიანები ამბობდნენ, კოტე ლაპარაკობს ჩვენი ენით. მაგრამ არავინ არ იცოდა, რომ ეს ენა უკვე აღარ იყო მისი. ვახტანგ ჯავახიშვილი წერდა ყოველ სიტყვას, რომელსაც კოტე ამბობდა ეთერში. ყოველ ინტერვიუს, ყოველ კითხვას, თუნდაც ყოველ პაუზას. კოტე იყო მარიონეტი, მაგრამ ის ამას არ აღიარებდა. ის ფიქრობდა, რომ ეს იყო ფასი დიდებისთვის. მაგრამ დიდება ნელ-ნელა იქცეოდა ციხედ. იმ წლის სექტემბერში კოტეს მოუვიდა პირველი გაფრთხილება. ის აკეთებდა რეპორტაჟს ქუთაისის ქარხანაში, სადაც მუშები გაიფიცნენ ხელფასების გამო. ვახტანგმა უბრძანა კოტეს, რომ ეჩვენებინა მუშები როგორც ლაჩრები და პროვოკატორები. მაგრამ კოტე პირველად თავის კარიერაში უარი თქვა. ის ჩაწერა რეალურ ინტერვიუებს, სადაც მუშები ამბობდნენ სიმართლეს, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი ფული საკვებისთვის, რომ მათი ბავშვები შიმშილობდნენ, რომ ხელმძღვანელობა იტაცებდა ფულს. კოტემ ეს მასალა წარადგინა რედაქციაში და იმ საღამოს ვახტანგ ჯავახიშვილი შევიდა მის ოფისში არა მარტო. მასთან ერთად იყო ორი კაცი, რომლებსაც კოტე არასოდეს ჰქონდა ნანახი, მაგრამ მათი სახეები ყველაფერს ამბობდა. ისინი იყვნენ ის ტიპის ადამიანები, რომლებიც არ საჭიროებდნენ სიტყვებს, რომ გაგეგო, რომ შენ საფრთხეში იყავი. ვახტანგმა დახურა კარი და უთხრა კოტეს ფრაზა, რომელიც მას არასოდეს დაავიწყდებოდა, შენ ხელი მოაწერე კონტრაქტს. ეს ნიშნავს, რომ შენი ხმა არის ჩემი. და თუ შენ გამოიყენებ ჩემს ხმას ჩემი ნებართვის გარეშე, მე წავართმევ შენ არა მხოლოდ ხმას. მე წავართმევ შენ ყველაფერს. კოტემ ჰკითხა, რას ნიშნავს ყველაფერს და ვახტანგმა მიუთითა ფოტოზე კოტეს მაგიდაზე, ფოტოს, სადაც იყო მისი ცოლი მარინა და მათი ერთწლიანი ქალიშვილი თამარა. იმ ღამეს კოტე მახარაძე დაბრუნდა სახლში და პირველად თავის ცხოვრებაში მიაგო ცოლს. არა იმიტომ, რომ ის ბრაზობდა მასზე. არამედ იმიტომ, რომ ის ეშინოდა. ის ეშინოდა, რომ თუ მარინა შეიტყობდა, რა ტიპის ადამიანებთან ჰქონდა მას საქმე, ის მოითხოვდა, რომ დაეტოვებინა ყველაფერი. და კოტე არ შეეძლო. რადგან მიკროფონი უკვე იყო არა მისი არჩევანი, ეს იყო მისი დამოკიდებულება. ის საჭიროებდა ეთერს ისე, როგორც ადამიანი საჭიროებს ჰაერს. და ვახტანგ ჯავახიშვილი ამას იცოდა. ის იყენებდა ამ დამოკიდებულებას, როგორც მძღოლი იყენებს ლაჩარს. მაგრამ რატომ? რატომ სჭირდებოდა ვახტანგს ასეთი კონტროლი კოტეზე? პასუხი მოვიდა 1975 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი იწყებდა ნელნგრევას და ახალი ძალები იბრძოდნენ ძალაუფლებისთვის. ვახტანგ ჯავახიშვილი არ იყო უბრალოდ პროდიუსერი. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა კავშირები კლუბსთან, პარტიის ხელმძღვანელობასთან და ახალ ბიზნესმენებთან, რომლებიც იწყებდნენ ქონების გადანაწილებას. მას სჭირდებოდა ხმები, რომლებიც აკონტროლებდა საზოგადოებრივ აზრს. და კოტე მახარაძე იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხმა. 1976 წლის მარტში კოტეს მოუვიდა დავალება, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს. ვახტანგმა უბრძანა მას, რომ წასულიყო აფხაზეთში და გაეკეთებინა რეპორტაჟი ეთნიკურ დაძაბულობაზე. მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ რეპორტაჟი. ეს იყო პროვოკაცია. ვახტანგს სურდა, რომ კოტე ჩაეწერა ინტერვიუები, რომლებიც გააღვივებდა სიძულვილს ქართველებსა და აფხაზებს შორის.
ის სურდა, რომ კოტეს ხმა გამხდარიყო იარაღი პოლიტიკურ თამაშში, რომელიც მოგვიანებით გადაიზრდებოდა ომში. კოტე ამას არ იცოდა. ის წავიდა აფხაზეთში, ფიქრობდა, რომ აკეთებდა თავის საქმეს. მაგრამ როდესაც ის დაბრუნდა და მოისმინა, როგორ დაამონტაჟეს მისი ინტერვიუები, როგორ შეცვალეს მისი სიტყვები, როგორ გამოიყენეს მისი ხმა, რომ ეთქვათ საპირისპირო იმისა, რასაც ის ნამდვილად ამბობდა, მან იგრძნო, რომ მისი გული ჩერდებოდა. ის იყო პირველი გულის შეტევა. კოტე იყო სტუდიაში, ელოდა ეთერს, როდესაც მოულოდნელად იგრძნო ტკივილი მკერდში, რომელიც იყო ისეთი ძლიერი, რომ ვერ შეეძლოს უთქვა. მან დააჭირა ღილაკს გადაუდებელი დახმარებისთვის, მაგრამ არავინ არ მოვიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვახტანგ ჯავახიშვილმა უბრძანა უსაფრთხოების სამსახურს, რომ არ შეეშალათ. ის სურდა, რომ კოტე გაგრძელებდა ეთერს მიუხედავად ტკივილისა. და კოტემ გააგრძელა. ის ლაპარაკობდა მიკროფონში, ხოლო მისი გული იწვოდა. ის ლაპარაკობდა, ხოლო მისი ხელები კანკალებდა. ის ლაპარაკობდა, რადგან ის არ იცოდა, როგორ შეეჩერებინა. როდესაც ეთერი დასრულდა, კოტე დაეცა იატაკზე. მხოლოდ მაშინ მოვიდა სასწრაფო დახმარება. ექიმებმა უთხრეს მას, რომ მას ჰქონდა მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი და რომ თუ ის არ შეწყვეტდა სტრესულ სამუშაოს, შემდეგი შეტევა იქნებოდა ფატალური. მაგრამ კოტე არ შეეძლო შეჩერება. რადგან ვახტანგ ჯავახიშვილმა მოინახულა, იგი საავადმყოფოში და უთხრა ფრაზა, რომელიც იყო არა სურვილი, არამედ ბრძანება, შენ დაისვენებ 2 კვირა. შემდეგ ბრუნდები. რადგან შენი ხმა მჭირდება. და თუ შენ არ დაბრუნდები, შენი ოჯახი გადაიხდის ფასს. კოტე მახარაძე დაბრუნდა 2 კვირის შემდეგ. მაგრამ ის, რაც დაბრუნდა, აღარ იყო იგივე ადამიანი. მისი ცოლი, მარინა, ამბობს, რომ იმ დღიდან კოტე იწყებდა ყოველდილას ტირილით. ის იჯდა სამზარეულოში, სვამდა ყავას და ტიროდა უხმოდ, ხოლო მისი ხელები კანკალებდა. როდესაც მარინა ჰკითხავდა, რა ხდებოდა, კოტე პასუხობდა, არაფერი. უბრალოდ დავიღალე. მაგრამ ეს არ იყო დაღლილობა. ეს იყო შიში. შიში იმისა, რომ ის კარგავდა კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე. შიში იმისა, რომ ის იყო ტყვე. და შიში იმისა, რომ ერთადერთი გზა თავისუფლებისკენ იყო სიკვდილი. მაგრამ ვინ იყო ნამდვილად ვახტანგ ჯავახიშვილი? რატომ ჰქონდა მას ასეთი ძალა? და რატომ, როდესაც კოტე მახარაძე გარდაიცვალა 1995 წელს, ვახტანგი გაუჩინარდა იმავე დღეს და არავინ არასოდეს მოისმინა მისი შესახებ. ჩვენ ვეძებდით ვახტანგ ჯავახიშვილს 2 წლის განმავლობაში. და ის, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, არის ისტორია, რომელიც უფრო საშინელია, ვიდრე ყველაზე ბნელი კონსპირაციული თეორია. 1995 წლის იანვარში საქართველო იყო ქაოსში. საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ძველი სტრუქტურები ინგრეოდნენ, ახალი ძალები იბრძოდნენ ძალაუფლებისთვის. ქუჩებში იყო დემონსტრაციები, გაფიცვები, შეტაკებები. და კოტე მახარაძე იყო იქ, ყოველჯერზე მიკროფონით ხელში აღწერდა ქაოსს პირდაპირ ეთერში. მაგრამ მისი გული უკვე არ უძლებდა. ექიმები აფრთხილებდნენ მას ყოველ კვირას, თუ შენ არ შეწყვეტ, შენ მოკვდები. მაგრამ კოტე არ ჩერდებოდა. რადგან ვახტანგ ჯავახიშვილი არ უშვებდა. იმ წლის თებერვალში კოტეს მოუვიდა დავალება, რომელიც იქნებოდა მისი უკანასკნელი. ვახტანგმა უბრძანა მას, რომ წასულიყო ცხინვალში და გაეკეთებინა რეპორტაჟი ოსურის სეპარატიზმის შესახებ. მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ რეპორტაჟი. ეს იყო სიკვდილის განაჩენი. ცხინვალი იმ დროს იყო ომის ზონა. ქართველებსა და ოსებს შორის შეტაკებები ხდებოდა ყოველ დღე. სროლა ისმოდა ქუჩებში. ადამიანები კვდებოდნენ. და ვახტანგი აგზავნიდა კოტეს იქ, სადაც ის იცოდა, რომ კოტეს გული ვერ გაუძლებდა სტრესს. კოტეს ცოლმა, მარინამ, ევედრა მას, რომ არ წასულიყო. შენ მოკვდები იქ, ამბობდა ის ცრემლებით. შენი გული ვერ გაუძლებს. გთხოვ, უარი თქვი. მაგრამ კოტე არ შეეძლო უარის თქმა. ის უჩვენა მარინას კონტრაქტს, რომელიც მას ჰქონდა ხელმოწერილი ვახტანგთან. თუ მე არ წავალ, ის წაართმევს ჩვენ ყველაფერს, თქვა კოტემ. ის წაართმევს ჩვენს სახლს, ჩვენს ფულს, ჩემს სამუშაოს. და ის დაემუქრება შენ და ბავშვებს. მე არ მაქვს არჩევანი. მარინამ ჰკითხა, რა არის ამ კონტრაქტში, და კოტემ პასუხი არ გასცა. ის უბრალოდ ჩაიცვა ქურთუკი და გავიდა. იმ ღამეს, სანამ კოტე წავიდოდა ცხინვალში, მის სახლში შემოვიდა ადამიანი, რომელიც არავინ არ იცნობდა. ეს იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა სახე, რომელიც ჩანდა, რომ ბევრი რამ ენახა.
ის მოვიდა გვიან ღამით და აკაკუნა კარზე და როდესაც კოტემ გააღო უთხრა, მე ვარ ადამიანი, რომელმაც იცის რა არის ნამდვილად ვახტანგ ჯავახიშვილის კონტრაქტებში. და მე მოვედი, რომ გაფრთხილო. კოტემ შეუშვა იგი შიგნით და ის, რაც ამ კაცმა უთხრა, შეცვალა ყველაფერი. ამ კაცის სახელი იყო გიორგი ბერიძე და ის იყო ყოფილი იურისტი, რომელიც მუშაობდა ვახტანგ ჯავახიშვილის ოფისში 1970-იან წლებში. ის იყო ადამიანი, რომელიც წერდა იმ კონტრაქტებს, რომლებსაც ვახტანგი აწერინებდა თავის ვარსკვლავებს. და ის იყო ადამიანი, რომელმაც დატოვა ეს სამუშაო, როდესაც მან შეიტყო, რა ხდებოდა იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობდნენ კონტრაქტის დარღვევას. გიორგი ბერიძემ უთხრა კოტეს, რომ ვახტანგის კონტრაქტები არ იყო უბრალოდ სამუშაო ხელშეკრულებები. ისინი იყო დოკუმენტები, რომლებიც აძლევდა ვახტანგს სრულ კონტროლს არა მხოლოდ ადამიანის კარიერაზე, არამედ მის ცხოვრებაზე. კონტრაქტში იყო პუნქტი, რომელიც ამბობდა, რომ თუ ხელმომწერი დაარღვევს ნებისმიერ პირობას, ხელმომწერი აღიარებს, რომ მისი ყველა აქტივი, მათ შორის ოჯახის წევრების უსაფრთხოება, ხდება კონტრაქტის მხარის პასუხისმგებლობა. კოტე არ ესმოდა. რას ნიშნავს ოჯახის წევრების უსაფრთხოება? ვკითხა მან. გიორგი ბერიძემ უპასუხა, ეს ნიშნავს, რომ თუ შენ არ გააკეთებ იმას, რასაც ვახტანგი გეუბნება, ის შეუძლია დაემუქროს შენს ცოლს, შენს ბავშვებს, შენს მშობლებს. და ეს არ არის მხოლოდ საფრთხე. მე ვიცი ადამიანები, რომლებმაც სცადეს უარის თქმა. ერთი მათგანი გაუჩინარდა. მეორე იპოვეს მდინარეში. მესამე დაიცვა საკუთარ სახლში და პოლიციამ თქვა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. კოტე მახარაძე იჯდა თავის სამზარეულოში და ისმენდა ამ ისტორიას, ხოლო მისი გული ისევ იწყებდა არარეგულარულ დარტყმებს. მან ჰკითხა გიორგი ბერიძეს, რატომ მითხარი ეს ახლა? რატომ არ მითხარი წლების წინ? გიორგიმ უპასუხა, რადგან მე ვეშინოდი. მაგრამ ახლა მე ვიცი, რომ შენ მიდიხარ ცხინვალში. და მე ვიცი, რომ ვახტანგი გზავნის იქ არა იმიტომ, რომ მას სჭირდება რეპორტაჟი. ის გზავნის იქ იმიტომ, რომ მას სურს, რომ შენ მოკვდე. რადგან შენ იცი ძალიან ბევრი. და მკვდარი ადამიანები არ ლაპარაკობენ. კოტე ჰკითხა, რა ვიცი მე? და გიორგიმ უპასუხა, შენ იცი, რომ ვახტანგ ჯავახიშვილი არ არის უბრალოდ პროდიუსერი. ის არის ადამიანი, რომელიც მუშაობს კლუბსთან, რომელიც აფინანსებს სეპარატისტულ მოძრაობებს, რომელიც იყენებს ჟურნალისტებს, როგორც იარაღს პოლიტიკურ ომებში. და შენ ხარ ერთ-ერთი მისი ყველაზე ძლიერი იარაღი. მაგრამ ახლა, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლება, ვახტანგს სჭირდება, რომ გაქრეს ყველა მოწმე. და შენ ხარ მოწმე. კოტე მახარაძე იმ ღამეს არ დაძინა. ის იჯდა თავის კაბინეტში და უყურებდა ფოტოებს თავის ოჯახისას. მისი ცოლი მარინა, მისი ქალიშვილი თამარა, მისი ვაჟი გიორგი. ის ფიქრობდა, რა მოხდებოდა მათთან, თუ ის უარს იტყოდა წასვლაზე ცხინვალში. ის ფიქრობდა, რა მოხდებოდა მათთან, თუ ის წავიდოდა და არ დაბრუნდებოდა. და ის ფიქრობდა, რა მოხდებოდა, თუ ის ლაპარაკობდა, თუ ის გაასაჯაროებდა ყველაფერს, რაც იცოდა ვახტანგ ჯავახიშვილის შესახებ. დილით, როდესაც მარინა გაიღვიძა, კოტე უკვე წასული იყო. მან დატოვა წერილი, რომელიც ამბობდა, მე მიყვარხარ. მე ვაკეთებ ამას შენთვის და ბავშვებისთვის. თუ რამე მომხდება, იცოდე, რომ მე ვირჩიე ეს. არავინ არ მაიძულა. მაგრამ ეს იყო სიცრუე. კოტე მახარაძე იძულებული იყო. ის იყო ტყვე კონტრაქტისა, რომელიც მან ხელი მოაწერა 22 წლის ასაკში, როდესაც ის არ იცოდა, რომ ის ყიდდა არა მხოლოდ თავის ხმას, არამედ თავის სიცოცხლეს. კოტე მახარაძე ჩავიდა ცხინვალში 1995 წლის თებერვლის 27-ს. ის იყო იქ 3 დღის განმავლობაში, აკეთებდა რეპორტაჟებს ომის ზონიდან, ლაპარაკობდა ჯარისკაცებთან, ლტოლვილებთან, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან. მისი ხმა ისმოდა რადიოში ყოველ დღე და ადამიანები ამბობდნენ, კოტე არის გმირი. ის არის იქ, სადაც ჩვენ ვერ ვიქნებით. მაგრამ არავინ არ იცოდა, რომ კოტე ყოველ ღამეს იღვიძებდა ტკივილით მკერდში, რომ ის იღებდა წამლებს, რომლებიც ვეღარ ეხმარებოდა, რომ ის წერდა წერილებს თავის ოჯახისთვის, რომლებსაც ის არასოდეს გააგზავნიდა. მესამე დღეს, თებერვლის 29-ს, კოტე მახარაძე უნდა დაბრუნებულიყო თბილისში. მაგრამ იმ დილით ვახტანგ ჯავახიშვილმა დარეკა მას და უთხრა, არის კიდევ ერთი რეპორტაჟი. ფეხბურთის მატჩი ცხინვალის სტადიონზე. ქართული და ოსური გუნდები. ეს იქნება სიმბოლური მოვლენა. შენ უნდა იყო იქ. კოტემ უთხრა, მე არ შემიძლია. ექიმებმა მითხრეს, რომ თუ მე არ დავისვენებ, ჩემი გული ჩერდება. ვახტანგმა უპასუხა, შენი გული ჩერდება, თუ შენ არ წახვალ. რადგან მე გავაჩერებ მას.
კოტე მახარაძე წავიდა იმ მატჩზე. ის იდგა სტადიონის გვერდით, მიკროფონით ხელში აღწერდა თამაშს პირდაპირ ეთერში. მაგრამ მატჩის შუაში რაღაც მოხდა. თამაშის დროს დაიწყო შეტაკება ფანებს შორის. ქვები დაიწყეს ფრენა. სროლა ისმოდა. ადამიანები გარბოდნენ. და კოტე მახარაძე ნაცვლად იმისა, რომ გაქცეულიყო, დარჩა. ის აგრძელებდა რეპორტაჟს, აღწერდა ქაოსს, ხოლო მისი გული ცემდა ისე ძლიერად, რომ ის გრძნობდა, რომ მისი მკერდი გაიპობოდა. და შემდეგ ერთ მომენტში კოტე მახარაძემ იგრძნო, რომ მისი გული ჩერდებოდა. ის დაეცა მუხლებზე, მაგრამ არ გაუშვა მიკროფონი. ის აგრძელებდა ლაპარაკს, ხოლო მისი ხმა სუსტდებოდა. ის ამბობდა, ეს არის ისტორია. ეს არის ჩვენი ისტორია. ეს არის. და შემდეგ მისი ხმა ჩაიხშო. მიკროფონი დაეცა მიწაზე. და ეთერში გაისმა მხოლოდ სიჩუმე. კოტე მახარაძე გარდაიცვალა იმ დღეს, ცხინვალის სტადიონის გვერდით, მიკროფონი ხელში. მას ჰქონდა 50 წელი. ოფიციალური ვერსია იყო, გულის შეტევა სამუშაო ადგილზე. მაგრამ ის, რაც არავინ არ იცოდა, იყო ის, რომ კოტეს ჯიბეში იპოვეს წერილი, რომელიც იყო მიმართული მის ცოლს მარინას. იმ წერილში კოტე წერდა, თუ შენ კითხულობ ამას, ეს ნიშნავს, რომ მე აღარ ვარ. მე ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა. მე ვიცოდი, რომ ვახტანგი მკლავდა. მაგრამ მე არ შემეძლო უარის თქმა. რადგან თუ მე უარს ვიტყოდი, ის მოგკლავდა შენ და ბავშვებს. ასე რომ მე ავირჩიე ეს. მე ავირჩიე სიკვდილი, რათა შენ ცოცხალი დარჩენილიყავი. მაგრამ ეს წერილი არასოდეს მიაღწია მარინას. რადგან როდესაც პოლიცია მოვიდა, ვახტანგ ჯავახიშვილი უკვე იყო იქ. ის აიღო წერილი, ჩაიდო ჯიბეში და უთხრა პოლიციელებს, ეს იყო ტრაგედია. გმირი ჟურნალისტი მოკვდა საქმის შესრულებისას. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ მისი მეხსიერება დარჩეს წმინდა. და ასე მოხდა. კოტე მახარაძე გახდა გმირი. მაგრამ ჭეშმარიტება დაიკარგა. ან თუნდაც ასე ფიქრობდნენ ყველა. რადგან ის წერილი, რომელიც ვახტანგმა აიღო, არ იყო ერთადერთი. კოტე მახარაძემ დაწერა კიდევ ერთი წერილი, რომელიც მან დატოვა თავის სასტუმროს ნომერში ცხინვალში. და ეს წერილი იპოვა ადამიანმა, რომელიც არ იყო ვახტანგის ადამიანი. ეს წერილი ახლა არის ჩვენთან. და ის, რაც მასში წერია, ცვლის ყველაფერს. იმ ღამეს, როდესაც კოტე მახარაძის სხეული გადაიყვანეს თბილისში, მისი პირადი ექიმი, თენგიზ ჯაფარიძე დაარღვია ფიცი, რომელიც მან ინახავდა 30 წლის განმავლობაში. ის გახსნა თავის პირად არქივს და ამოიღო სამედიცინო ჩანაწერები, რომლებიც ოფიციალურად არასოდეს არსებობდა, ჩანაწერები, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, როგორ კოტეს გული ნელ-ნელა იშლებოდა არა დაავადებისგან, არამედ იძულებითი სტრესისგან. ექიმმა დაწერა ანონიმური წერილი პროკურატურაში, სადაც ამბობდა, კოტე მახარაძეს ჰქონდა მძიმე გულის უკმარისობა 1984 წლიდან. მე ვაფრთხილებდი მას და მის დამსაქმებელს უთვალთვალო ჯერზე, რომ ნებისმიერი ფიზიკური ან ემოციური დატვირთვა იქნებოდა ფატალური. მაგრამ მის დამსაქმებელს, ვახტანგ ჯავახიშვილს, არ აინტერესებდა. ის აიძულებდა კოტეს, რომ მუშაობდა 16 საათი დღეში, რომ მიდიოდა ომის ზონებში, რომ ეთერში რჩებოდა მაშინაც კი, როდესაც მე ვხედავდი, რომ მისი გული ჩერდებოდა. ეს არ იყო უბედური შემთხვევა. ეს იყო მკვლელობა ნელი მოქმედებით. პროკურატურამ ეს წერილი მიიღო, მაგრამ საქმე არასოდეს გაიხსნა. რადგან იმავე დღეს, როდესაც წერილი ჩაბარდა, თენგიზ ჯაფარიძე გაუჩინარდა. მისი ოჯახი ამბობს, რომ ის გავიდა სახლიდან დილის 6 საათზე და აღარასოდეს დაბრუნდა. მისი ცხედარი იპოვეს 3 თვის შემდეგ მთაწმინდის ტყეში. ოფიციალური დასკვნა იყო, გულის შეტევა ბუნებაში სეირნობისას. მაგრამ მისი ქალიშვილი ნინო ჯაფარიძე, რომელიც იმ დროს იყო 16 წლის, ახსოვს სხვა დეტალი, მამამისის სხეულზე იყო კვალი, რომელიც გავდა ინექციის ადგილს კისერზე, იქ სადაც არავინ არ აკეთებს ინექციას გულის შეტევისთვის. კოტე მახარაძის დაკრძალვა იყო ეროვნული მოვლენა. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. პრეზიდენტი გამოვიდა გამოსამშვიდობებელ სიტყვით. ვახტანგ ჯავახიშვილი იდგა პირველ რიგში, ტიროდა და ამბობდა, ჩვენ დავკარგეთ უდიდესი ხმა. კოტე იყო არა მხოლოდ ჟურნალისტი, ის იყო ჩვენი სინდისი. მაგრამ კოტეს ცოლი, მარინა მახარაძე არ ტიროდა. ის იდგა საფლავთან უყურებდა ვახტანგს და მისი თვალები იყო სავსე არა მწუხარებით, არამედ სიძულვილით. რადგან იმ დილით, სანამ დაკრძალვა დაიწყებოდა, მარინას მოუტანეს კონვერტი, რომელზე წერდა, კოტესგან. გახსენი მარტო.
იმ კონვერტში იყო ორი ქაღალდი, ერთი იყო წერილი, რომელიც კოტემ დაწერა ცხინვალში ღამით, სანამ ის წავიდოდა იმ ფატალურ მატჩზე. მეორე იყო ფოტო ასლი კონტრაქტისა, რომელიც კოტემ ხელი მოაწერა ვახტანგ ჯავახიშვილთან 1978 წელს. წერილში კოტე წერდა: მარინა, თუ შენ კითხულობ ამას, ეს ნიშნავს, რომ ჩემი ყველაზე უარესი შიში გამართლდა. მე ვიცოდი, რომ ვახტანგი მკლავდა. არა პირდაპირ, ის არასოდეს არ დააბინძურებდა ხელებს. ის კლავს ადამიანებს იმით, რომ აიძულებს მათ, რომ მოკლან საკუთარი თავი. ის მაიძულებდა მუშაობას, როდესაც ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ჩემი გული ჩერდებოდა. ის მაგზავნიდა იქ, სადაც ის იცოდა, რომ მე ვერ გავუძლებდი. და ის აკეთებდა ამას არა იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა რეპორტაჟები. ის აკეთებდა ამას იმიტომ, რომ მე ვიცოდი ძალიან ბევრი. მე ვიცოდი, რომ ის არის ადამიანი, რომელიც აფინანსებს სეპარატისტულ მოძრაობებს. მე ვიცოდი, რომ ის იყენებს ჟურნალისტებს, როგორც იარაღს პოლიტიკურ ომებში. მე ვიცოდი, რომ ის მუშაობს იმ ადამიანებთან, რომლებიც ანადგურებენ ჩვენს ქვეყანას. და ახლა, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლება, ვახტანგს სჭირდება, რომ გაქრეს ყველა მოწმე. მე ვარ მოწმე. ასე რომ ის მკლავს. მაგრამ მე არ ვაპირებ, რომ ის მოიგოს. მე ვტოვებ შენთვის ამ კონტრაქტს. გაასაჯაროე ის. აჩვენე ყველას, რა ტიპის მონსტრია ვახტანგ ჯავახიშვილი. და იცოდე, რომ მე მიყვარხარ. ყოველთვის. მარინა მახარაძემ წაიკითხა ეს წერილი და შეხედა კონტრაქტს. ის, რაც ის იქ დაინახა, იყო დოკუმენტი, რომელიც არ ჰგავდა სამუშაო ხელშეკრულებას. ეს იყო დოკუმენტი, რომელიც აძლევდა ვახტანგ ჯავახიშვილს სრულ კონტროლს კოტეს ცხოვრებაზე, მის სამუშაოზე, მის ფულზე, მის ოჯახზე, თუნდაც მის სიკვდილზე. კონტრაქტში იყო პუნქტი, რომელიც ამბობდა, ხელმომწერი აღიარებს, რომ მისი ყველა საჯარო გამოსვლა, ყველა ინტერვიუ, ყველა პირადი გადაწყვეტილება უნდა იყოს წინასწარ შეთანხმებული კონტრაქტის მხარესთან. ხელმომწერი აღიარებს, რომ ნებისმიერი დარღვევა იწვევს სრულ ფინანსურ და იურიდიულ პასუხისმგებლობას, მათ შორის ოჯახის წევრების მიმართ. ეს იყო არა კონტრაქტი. ეს იყო მონობის ხელშეკრულება. მარინა მახარაძემ დაკრძალვის შემდეგ წავიდა ადვოკატთან. ის უჩვენა კონტრაქტი და ჰკითხა, შემიძლია თუ არა გავასაჯაროო ეს. ადვოკატმა, რომელიც იყო ძველი ოჯახის მეგობარი, წაიკითხა დოკუმენტი და უთხრა: მარინა, ეს კონტრაქტი არის იურიდიული ბომბი. თუ შენ გაასაჯაროებ ამას, ვახტანგ ჯავახიშვილი დაკარგავს ყველაფერს. მაგრამ ის არ დაკარგავს უხმოდ. ის გაანადგურებს შენ. ის გაანადგურებს შენს ბავშვებს. ის გამოიყენებს ყველა კავშირს, რომელიც მას აქვს, რომ გახადოს შენი ცხოვრება ჯოჯოხეთი. და ის შეძლებს. რადგან ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალა არა მხოლოდ მედიაში, არამედ პოლიციაში, სასამართლოში, თუნდაც მთავრობაში. მარინამ ჰკითხა, მაშ რა უნდა გავაკეთო, ადვოკატმა უპასუხა, დაელოდე. დაელოდე, სანამ ვახტანგი არ გააკეთებს შეცდომას. და მაშინ დაარტყი. მაგრამ მარინა მახარაძე არ შეეძლო ლოდინი. ის იყო ქალი, რომელმაც დაკარგა ქმარი არა დაავადებისგან, არამედ მკვლელობისგან. და ის სურდა სამართლიანობა. ასე რომ ის გააკეთა რაღაც, რაც არავინ არ ელოდა, ის წავიდა პირდაპირ ვახტანგ ჯავახიშვილთან. ის შევიდა მის ოფისში, დადო კონტრაქტის ასლი მის მაგიდაზე და უთხრა: მე ვიცი, რომ შენ მოკალით ჩემი ქმარი. და მე მაქვს მტკიცებულება. ეს კონტრაქტი აჩვენებს, რომ შენ აიძულებდი მას, რომ მუშაობდა მაშინაც კი, როდესაც ექიმები ამბობდნენ, რომ ის კვდებოდა. ეს არის მკვლელობა. და მე გავასაჯაროებ ამას. ვახტანგ ჯავახიშვილი არ გაბრაზდა. ის არ დაემუქრა. ის უბრალოდ გაიღიმა და უთხრა: მარინა, შენ ხარ ძალიან მამაცი ქალი. მაგრამ შენ არ ესმის, რასთან გაქვს საქმე. ეს კონტრაქტი არაფერს ამტკიცებს. ეს არის უბრალოდ სამუშაო ხელშეკრულება. და თუ შენ სცდი გაასაჯაროო ეს, მე გავასაჯაროებ რაღაცა სხვას, ფოტოებს, სადაც შენი ქმარი არის სხვა ქალთან. ვიდეოებს, სადაც ის ლაპარაკობს იმაზე, რომ ის არ გიყვარს. ჩანაწერებს, სადაც ის გეგმავს განქორწინებას. მე შემიძლია გავანადგურო შენი ქმრის მეხსიერება ერთ დღეში. და შენ დარჩები როგორც ქვრივი, რომელმაც დააბინძურა თავისი გმირის სახელი. ეს არის შენი არჩევანი. მარინა მახარაძე გავიდა იმ ოფისიდან და იცოდა, რომ ვახტანგი არ ბლეფავდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო ყველაფერი. ასე რომ ის გააკეთა ერთადერთი, რაც შეეძლო, ის დაინახა კონტრაქტი და წერილი სეიფში და დაელოდა. დაელოდა იმ დღეს, როდესაც ვახტანგ ჯავახიშვილი გააკეთებდა შეცდომას.
მაგრამ ეს დღე არასოდეს მოვიდა. რადგან ვახტანგი გაუჩინარდა. 1995 წლის მარტში, ზუსტად 2 კვირის შემდეგ კოტეს დაკრძალვის შემდეგ, ვახტანგ ჯავახიშვილი არ გამოჩნდა თავის ოფისში. მისი თანამშრომლები ელოდნენ მას მთელი დღის განმავლობაში. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის არ იყო თავის სახლშიც. მისი ცოლი, რომელიც იმ დროს იყო მოსკოვში, თქვა, რომ ის არ ესაუბრა მას რამდენიმე დღის განმავლობაში. პოლიციამ დაიწყო ძებნა, მაგრამ ვახტანგი არასოდეს იპოვეს. ის გაქრა, თითქოს არასოდეს არსებობდა. მისი ოფისი დაიხურა. მისი ქონება გაიყიდა. მისი სახელი გაქრა ყველა დოკუმენტიდან. და არავინ არ ლაპარაკობდა მასზე, თითქოს ის იყო მოჩვენება. მაგრამ ვინ იყო ნამდვილად ვახტანგ ჯავახიშვილი? სად გაქრა ის? და რატომ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ ისტორიის გამოძიება, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ვახტანგის გაქრობა მოხდა ზუსტად იმავე დღეს, როდესაც მოსკოვში დაიხურა ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო კლუბს დეპარტამენტი, რომელიც მუშაობდა ინფორმაციული ოპერაციების მიმართულებით. ეს შემთხვევა იყო თუ რაღაც სხვა? 1996 წლის ივნისში, ზუსტად 1 წლისა და 4 თვის შემდეგ კოტე მახარაძის სიკვდილის შემდეგ, თბილისის ცენტრალურ საფოსტო ყუთში გამოჩნდა კონვერტი, რომელზე არ იყო გამომგზავნის მისამართი. კონვერტი იყო მიმართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. შიგნით იყო ერთი ფურცელი ქაღალდი, დაბეჭდილი ძველი საბეჭდი მანქანით, სადაც წერდა: თუ თქვენ გინდათ იცოდეთ, რა მოხდა კოტე მახარაძესთან, მოძებნეთ ადამიანის სახელად ლევან კვირიკაშვილი. ის იყო ვახტანგ ჯავახიშვილის პირადი მძღოლი 1974-დან 1995-მდე. ის იცის ყველაფერი. ის ცხოვრობს ქუთაისში, ულიანოვის ქუჩაზე, სახლი ნომერი 32. მაგრამ იჩქარეთ. რადგან ის კვდება. წერილი არ იყო ხელმოწერილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადასცა ეს წერილი პოლიციას და პოლიციამ გაგზავნა 2 დეტექტივი ქუთაისში. ლევან კვირიკაშვილი იყო 55 წლის კაცი, რომელიც ცხოვრობდა მარტო პატარა ბინაში ქუთაისის გარეუბანში. როდესაც დეტექტივები მივიდნენ, მათ დახვდათ კაცი, რომელიც იყო ისეთი გამხდარი, რომ ის ჰგავდა ჩონჩხს. ლევანს ჰქონდა ფილტვის კიბო ბოლო სტადიაზე და ექიმები ამბობდნენ, რომ მას რჩებოდა მაქსიმუმ 2 თვე. ლევანმა უთხრა დეტექტივებს: მე ვიცოდი, რომ თქვენ მოხვალდით. მე გავაგზავნე ის წერილი. რადგან მე მინდა, რომ სიკვდილამდე ვთქვა სიმართლე. მე ვმუშაობდი ვახტანგ ჯავახიშვილთან 21 წლის განმავლობაში. მე ვიყავი მისი მძღოლი, მაგრამ არა მხოლოდ. მე ვიყავი მისი თვალი და ყური. მე ვხედავდი ყველაფერს. მე ვისმენდი ყველაფერს. და ახლა, როდესაც მე კვდები, მე მინდა, რომ ყველა მიცოდეს, რა ტიპის მონსტრი იყო ვახტანგი. და რა მოუვიდა კოტე მახარაძეს. ლევან კვირიკაშვილმა უამბო დეტექტივებს ისტორია, რომელიც იყო ისეთი საშინელი, რომ ერთ-ერთმა დეტექტივმა შეწყვიტა ჩანაწერი და თქვა: ეს არ შეიძლება იყოს სიმართლე. მაგრამ ლევანმ უპასუხა: მე მაქვს მტკიცებულება. მე ვინახავდი ყველაფერს. რადგან მე ვიცოდი, რომ ერთ დღეს ეს დამჭირდებოდა. ის წავიდა თავის საძინებელში და დაბრუნდა ძველი ჩემოდნით, რომელიც იყო სავსე დოკუმენტებით, ფოტოებით, აუდიოკასეტებით. ეს არის ყველაფერი, თქვა ლევანმა. ეს არის ვახტანგ ჯავახიშვილის ნამდვილი სახე. დეტექტივებმა დაიწყეს დოკუმენტების შესწავლა და აღმოაჩინეს, რომ ლევან კვირიკაშვილი არ ბლეფავდა. იმ ჩემოდანში იყო ფინანსური ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებდა, რომ ვახტანგ ჯავახიშვილი იღებდა ფულს არა მხოლოდ საბჭოთა სახელმწიფოსგან, არამედ უცხოური ორგანიზაციებისგან, რომლებიც აფინანსებდნენ სეპარატისტულ მოძრაობებს საქართველოში. იყო ფოტოები, სადაც ვახტანგი იყო შეხვედრებზე ადამიანებთან, რომლებიც მოგვიანებით გახდნენ ომის დამნაშავეები. იყო აუდიო ჩანაწერები, სადაც ვახტანგი ლაპარაკობდა თავის თანამშრომლებთან იმაზე, როგორ გამოეყენებინათ ჟურნალისტები, როგორ მართონ საზოგადოებრივი აზრი, როგორ გაენადგურებინათ ადამიანები, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ერთი კონკრეტული დოკუმენტი, შიდა მემორანდუმი, რომელიც ვახტანგმა გაუგზავნა თავის უფროსებს მოსკოვში 1994 წლის დეკემბერში. იმ მემორანდუმში ვახტანგი წერდა: აქტივი ნომერი 7, კოდური სახელი კოტე მახარაძისთვის, ხდება პრობლემა. მას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია ჩვენი ოპერაციების შესახებ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აძლევს ჩვენ შესაძლებლობას ბუნებრივი ლიკვიდაციისთვის. რეკომენდაცია: გაზრდილი დატვირთვა მაქსიმალურ სტრესულ სიტუაციებში. მოსალოდნელი შედეგი: გულის შეტევა სამუშაო ადგილზე. ეს იქნება აღქმული როგორც ტრაგედია, არა როგორც ოპერაცია.
ქვემოთ იყო ხელმოწერა, დამტკიცებულია. განხორციელება დაშვებულია. დეტექტივებმა წაიკითხეს ეს დოკუმენტი და ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, ეს არის აშკარა მკვლელობის გეგმა. ლევან კვირიკაშვილმა უპასუხა, დიახ. და ის განხორციელდა. მე ვიყავი იქ, როდესაც ვახტანგი აგზავნიდა კოტეს ცხინვალში. მე ვისმინე, როგორ ის ელაპარაკებოდა ტელეფონით თავის კონტაქტებს და ამბობდა, ეს არის ბოლო რეპორტაჟი. მისი გული ვერ გაუძლებს. ის იცოდა. ის გეგმავდა. და ის მოხდა ზუსტად ისე, როგორც ის სურდა. დეტექტივებმა ჰკითხეს ლევანს, რატომ არ გაასაჯარო ეს ადრე? რატომ დაელოდე 1 წელი? ლევანმა უპასუხა, რადგან მე ვეშინოდი. ვახტანგ ჯავახიშვილი არ იყო უბრალოდ პროდიუსერი. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა კავშირები ყველგან, პოლიციაში, სასამართლოში, სპეცსამსახურებში. თუ მე ვლაპარაკობდი, ის მკლავდა. ისევე როგორც მოკლა კოტე. ისევე როგორც მოკლა სხვები, რომლებიც ცდილობდნენ ლაპარაკს. მაგრამ ახლა მე კვდები. და მკვდარ ადამიანს აღარაფერი შეუძლია დაემუქროს. ასე რომ მე ვლაპარაკობ. დეტექტივებმა აიღეს ყველა დოკუმენტი და დაპირდნენ ლევანს, რომ ისინი გახსნიდნენ ოფიციალურ გამოძიებას. მაგრამ ეს გამოძიება არასოდეს გაიხსნა. რადგან როდესაც დეტექტივები დაბრუნდნენ თბილისში და წარადგინეს მასალები თავიანთ უფროსებს, მათ უთხრეს, ეს საქმე არის ძალიან მგრძნობიარე. ის ეხება ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ არიან ძალაუფლებაში. ჩვენ ვერ გავხსნით ამას ახლა. ეს გამოიწვევს პოლიტიკურ კრიზისს. დოკუმენტები ჩაბარდა არქივში, სადაც ისინი დალოქეს სახელმწიფო საიდუმლოების სტატუსით. და ლევან კვირიკაშვილს უთხრეს, რომ ის უნდა ჩუმად ყოფილიყო, თუ ის სურდა, რომ მისი ბოლო დღეები ყოფილიყო მშვიდობიანი. ლევან კვირიკაშვილი გარდაიცვალა 2 თვის შემდეგ, 1996 წლის აგვისტოში. მისი დაკრძალვაზე იყო მხოლოდ 5 ადამიანი, მისი და მისი ძმა და 3 მეზობელი. არავინ არ ლაპარაკობდა იმაზე, რასაც ის იცოდა. არავინ არ ახსენებდა იმ დოკუმენტებს, რომლებიც ის დატოვა. და ისტორია კოტე მახარაძის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ დარჩა ისეთივე, როგორიც იყო ისტორია გმირი ჟურნალისტის შესახებ, რომელმაც მოკვდა საქმის შესრულებისას. მაგრამ ჭეშმარიტება არ კვდება. ის ელოდება. და ახლა 30 წლის შემდეგ ჩვენ ვიპოვეთ ის დოკუმენტები. ჩვენ ვიპოვეთ ლევან კვირიკაშვილის ჩემოდანი, რომელიც ინახებოდა მისი ძმის სარდაფში. და ჩვენ ვაპირებთ, რომ გავასაჯაროოთ ყველაფერი. მაგრამ სანამ ჩვენ ეს გავაკეთებთ, ჩვენ უნდა ვიკითხოთ, სად არის ახლა ვახტანგ ჯავახიშვილი. ნამდვილად გაქრა ის 1995 წელს. თუ ის უბრალოდ შეიცვალა სახელი და გააგრძელა თავისი საქმიანობა სხვა ადგილას, სხვა ქვეყანაში. 1999 წლის ოქტომბერში ერთ-ერთმა ქართველმა ემიგრანტმა, რომელიც ცხოვრობდა ბერლინში, გააკეთა ფოტო ქუჩაში და გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ფოტოზე ჩანდა ჯგუფი ადამიანები კაფეში, რომლებიც სვამდნენ ყავას და ლაპარაკობდნენ. ერთ-ერთი ამ ადამიანთაგანი იყო კაცი, რომელიც ძალიან ჰგავდა ვახტანგ ჯავახიშვილს, იგივე სახე, იგივე თმის სტილი, იგივე ჟესტები. ფოტო დაინახა ათასობით ადამიანმა და ბევრმა დაწერა კომენტარები, ეს ვახტანგია. ის ცოცხალია. როგორ შეიძლება? მაგრამ ფოტო წაიშალა რამდენიმე საათში და ადამიანი, რომელმაც გააკეთა ის, წაშალა თავისი ანგარიში და გაუჩინარდა. როდესაც ჟურნალისტები სცადეს მისი მოძებნა, გაირკვა, რომ ის დატოვა გერმანია და წავიდა უცნობ მიმართულებით. ეს ინციდენტი გახდა საწყისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონსპირაციული თეორიისთვის საქართველოში, თეორია, რომ ვახტანგ ჯავახიშვილი არასოდეს არ გარდაიცვალა, არამედ გაიქცა და ცხოვრობს სხვა ქვეყანაში ახალი იდენტობით. ამ თეორიას ამყარებდა ის ფაქტი, რომ ვახტანგის სხეული არასოდეს იპოვეს. არასოდეს იყო ოფიციალური დაკრძალვა. არასოდეს იყო სიკვდილის მოწმობა. ის უბრალოდ გაქრა და ყველა მიიღო ეს როგორც ფაქტი, რომ ის გარდაიცვალა, ან გაიქცა. მაგრამ რა თუ ის არც გარდაიცვალა და არც გაიქცა? რა თუ ის უბრალოდ გადავიდა შემდეგ ეტაპზე თავისი კარიერისა? ჩვენ დავიწყეთ გამოძიება ამ თეორიის შესახებ და აღმოვაჩინეთ რამდენიმე საინტერესო დეტალი. პირველი, 1995 წლის მარტში, ზუსტად იმ დროს, როდესაც ვახტანგი გაქრა, მოსკოვში დაიხურა კლუბს დეპარტამენტი, რომელიც მუშაობდა აქტიური ღონისძიებების მიმართულებით, ანუ პროპაგანდის, დეზინფორმაციის და ფსიქოლოგიური ოპერაციების მიმართულებით. ამ დეპარტამენტის თანამშრომლები გადანაწილდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებში, ბევრი მათგანი წავიდა უცხოეთში.
მეორე, 1986 წლიდან ბერლინში გაიხსნა რამდენიმე მედია კომპანია, რომლებიც სპეციალიზირებულნი იყვნენ კრიზისულ კომუნიკაციებში და რეპუტაციის მენეჯმენტში, ანუ იმ სფეროებში, სადაც ვახტანგ ჯავახიშვილი იყო ექსპერტი. ამ კომპანიების დამფუძნებლები იყვნენ ადამიანები, რომლებთაც ჰქონდათ კავშირები ყოფილ საბჭოთა სპეცსამსახურებთან. მესამე, 1999 წლიდან ამ კომპანიებმა დაიწყეს მუშაობა კონფლიქტურ რეგიონებში, ჩეჩნეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, ზუსტად იმ ადგილებში, სადაც იყო სეპარატისტული მოძრაობები და სადაც საჭირო იყო ინფორმაციული მხარდაჭერა. ერთ-ერთი ამ კომპანიის სახელი იყო ევრაზია კომუნიკაციები და მისი დირექტორი იყო კაცი სახელად ვიქტორ ჟუკოვსკი, კაცი, რომლის ბიოგრაფია იყო ისეთი ბუნდოვანი, რომ თითქოს ის გამოჩნდა არარაობიდან 1986 წელს. არავინ არ იცოდა, სად იყო ის ადრე, რა იყო მისი განათლება, ვინ იყო მისი ოჯახი. მაგრამ ის, რაც ყველამ იცოდა, იყო ის, რომ ვიქტორ ჟუკოვსკი იყო ძალიან ძლიერი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა კავშირები ყველგან. ჩვენ მოვიპოვეთ ფოტო ვიქტორ ჟუკოვსკის 1998 წლიდან და შევადარეთ ის ფოტოებს ვახტანგ ჯავახიშვილის 1994 წლიდან. სახეები იყო განსხვავებული, ვიქტორს ჰქონდა წვერი, სხვა სათვალე, სხვა თმის ფერი. მაგრამ როდესაც ჩვენ გამოვიყენეთ სპეციალური პროგრამა სახის ამოცნობისთვის, პროგრამა მაჩვენა თანხმედრა 82%-ით. ეს არ იყო დამამტკიცებელი მტკიცებულება, მაგრამ ეს იყო საკმარისი, რომ გაგვეგრძელებინა გამოძიება. ჩვენ დავუკავშირდით ადამიანს, რომელიც მუშაობდა ევრაზია კომუნიკაციებში 1999 წლიდან 2004 წლამდე. ეს იყო ქალი სახელად ოლგა პეტროვა, რომელიც ახლა ცხოვრობს ლონდონში და მუშაობს როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი. ოლგამ დაგვიდასტურა, რომ ვიქტორ ჟუკოვსკი იყო ძალიან უჩვეულო ადამიანი. ის ლაპარაკობდა რუსულად, მაგრამ ზოგჯერ ის იყენებდა სიტყვებს და გამონათქვამებს, რომლებიც არ იყო რუსული, თქვა ოლგამ. ერთხელ, როდესაც ჩვენ ვიყავით კორპორატიულ ღონისძიებაზე. ვიღაცამ ჩართო ქართული მუსიკა და ვიქტორი დაიწყო სიმღერა. ის იცოდა ყველა სიტყვა. როდესაც მე ვკითხე მას, როგორ იცოდა ქართული, ის თქვა, რომ ის მუშაობდა საქართველოში ახალგაზრდობაში. მაგრამ ის არასოდეს არ ამბობდა დეტალებს. ოლგამ ასევე გითხრა, რომ ვიქტორ ჟუკოვსკი ჰქონდა ერთი უჩვეულო ჩვევა, ის ყოველთვის ატარებდა ხელთათმანებს, თუნდაც ზაფხულში. ის ამბობდა, რომ მას ჰქონდა კანის პრობლემა, თქვა ოლგამ. მაგრამ ერთხელ, როდესაც ის იყო ოფისში და დაივიწყა ხელთათმანები, მე დავინახე მისი ხელები. მათზე იყო ნაციბურები, ძველი, ღრმა ნაციბურები, რომლებიც ჰგავდა დამწვრობის კვალებს. როდესაც მე ვკითხე მას, რა მოხდა, ის ძალიან გაბრაზდა და უთხრა მე, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე. მას შემდეგ ის ყოველთვის ატარებდა ხელთათმანებს. ეს დეტალი იყო საინტერესო, რადგან ჩვენ ვიცოდით, რომ ვახტანგ ჯავახიშვილს ჰქონდა ნაციბურები ხელებზე, ნაციბურები, რომლებიც მას მიუღია 1972 წელს, როდესაც ის იყო ხანძარში და გადაარჩინა ადამიანი. ეს იყო ფაქტი, რომელიც იყო ცნობილი მხოლოდ ვახტანგის ახლო ადამიანებისთვის. თუ ვიქტორ ჟუკოვსკის ჰქონდა იგივე ნაციბურები, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითობა. ან ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მტკიცებულება. ჩვენ სცადეთ დაგვეკავშირებინა ვიქტორ ჟუკოვსკისთან, მაგრამ გაირკვა, რომ ის გარდაიცვალა 2012 წელს. ოფიციალური ვერსია იყო გულის შეტევა. მისი სხეული დაკრძალეს ბერლინში, მაგრამ დაკრძალვაზე იყო მხოლოდ რამდენიმე ადამიანი და არავინ არ იცოდა, ვინ იყვნენ ისინი. ჩვენ წავედით ბერლინში და ვეცადეთ მოგვეძებნა მისი საფლავი, მაგრამ გაირკვა, რომ საფლავი არ არსებობს. ადგილი, სადაც თითქოს დაკრძალეს ის, იყო ცარიელი. თითქოს ვიქტორ ჟუკოვსკი, ისევე როგორც ვახტანგ ჯავახიშვილი, უბრალოდ გაქრა. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი გამოძიება ჯერჯერობით მთავრდება. ჩვენ ვერ დავამტკიცეთ, რომ ვიქტორ ჟუკოვსკი იყო ვახტანგ ჯავახიშვილი. მაგრამ ჩვენ ასევე ვერ გავაქარწყლეთ ეს. რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ ვახტანგ ჯავახიშვილი იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა კავშირები, რესურსები და мотиваცია, რომ გაქრებოდა და დაეწყო ახალი ცხოვრება. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო კოტე მახარაძის სიკვდილზე, არა პირდაპირ, არამედ ირიბად იმით, რომ აიძულა იგი მუშაობდა პირობებში, რომლებიც იყო ფატალური მისი ჯანმრთელობისთვის. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის არა ის, სად არის ახლა ვახტანგ ჯავახიშვილი. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის, რატომ? რატომ სჭირდებოდა მას კოტე მახარაძის სიკვდილი? რა იცოდა კოტემ, რაც იყო ისეთი საშიში? და რატომ 30 წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიცით სრული ჭეშმარიტება? პასუხი შესაძლოა იმალება იმ ბოლო წერილში, რომელიც კოტე მახარაძემ დატოვა თავის სასტუმროს ნომერში ცხინვალში.
იმ წერილში, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ და რომელიც ახლა არის ჩვენთან, კოტე წერს არა მხოლოდ ვახტანგის შესახებ. ის წერს რაღაც უფრო დიდის შესახებ, სისტემის შესახებ, რომელიც იყენებდა ადამიანებს როგორც იარაღებს, რომელიც ანადგურებდა მათ, როდესაც ისინი ხდებოდნენ უსარგებლო და რომელიც აგრძელებს არსებობას დღესაც. და ეს სისტემა არ სურს, რომ ჩვენ ვიცოდეთ ჭეშმარიტება. რადგან ჭეშმარიტება ანადგურებს მას. ასე რომ ჩვენ კითხულობთ თქვენ, ჩვენს მაყურებლებს, თქვენ მზად ხართ გაიგოთ სრული ჭეშმარიტება? თქვენ მზად ხართ შეიტყოთ, რა ნამდვილად მოხდა კოტე მახარაძესთან? და თქვენ მზად ხართ დაინახოთ, რომ ის სისტემა, რომელმაც მოკლა ის, ჯერ კიდევ არსებობს და ჯერ კიდევ კლავს. იმ ღამეს, სანამ კოტე მახარაძე წავიდოდა ცხინვალში თავის ბოლო რეპორტაჟზე, მისმა პირადმა ექიმმა, თენგიზ ჯაფარიძემ დაარღვია ყველა წესი და შევიდა მის სასტუმროს ნომერში უნებართვოდ. ის მოიტანა თან სამედიცინო ჩანთა, რომელიც იყო სავსე წამლებით, ინექციებით, დეფიბრილატორით, ყველაფერი, რაც შეეძლო გადაერჩინა ადამიანი გულის შეტევისგან. თენგიზი იჯდა კოტეს საწოლის გვერდით და ელოდა მას 2 საათის განმავლობაში, ხოლო მისი ხელები კანკალებდა. როდესაც კოტე დაბრუნდა, ის იყო ისეთი გამოფიტული, რომ თითქოს ის უკვე იყო მოჩვენება. თენგიზმა უთხრა მას, კოტე, მე მოვედი აქ, რომ გითხრა ბოლო სიმართლე. შენი გული არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ნებისმიერი ძლიერი ემოცია, შიში, ბრაზი, თუნდაც ძლიერი სიხარული შეიძლება გაჩერდეს. არა შეიძლება, არამედ გაჩერდება. თუ შენ ხვალ-წახვალ იმ მატვზე, სადაც იქნება ათასობით ადამიანი, სროლა, ქაოსი, შენ არ დაბრუნდები. ეს არ არის გაფრთხილება. ეს არის დიაგნოზი. კოტემ უპასუხა, მე ვიცი. თენგიზმა ჰკითხა, თუ იცი რატომ მიდიხარ და კოტემ უპასუხა ფრაზით, რომელიც თენგიზს არასოდეს დაავიწყდებოდა, რადგან თუ მე არ წავალ, ვახტანგი მოკლავს ჩემს ოჯახს. მაგრამ თუ მე წავალ და მოვკვდები იქ, ის მოკლავს მხოლოდ მე. ეს არის არჩევანი. და მე უკვე ავირჩიე. თენგიზ ჯაფარიძე იჯდა იმ ნომერში და ტიროდა, ხოლო კოტე მახარაძე წერდა წერილებს, ერთს თავის ცოლისთვის, ერთს თავის შვილებისთვის, ერთს თავისი ქვეყნისთვის. ის წერდა ნელა, ფრთხილად, თითქოს ყოველი სიტყვა იყო ბოლოს უთქვა. თენგიზი უყურებდა მას და ხედავდა, როგორ კოტეს ხელები კანკალებდა, როგორ მისი შუბლი იყო დაფარული ოფლით, როგორ მისი ტუჩები იყო ლურჯი. ის უკვე კვდებოდა იმ ღამეს, ამბობს თენგიზი ახლა 30 წლის შემდეგ. მისი სხეული უკვე ითხოვდა წყალობას. მაგრამ მისი გონება არ უშვებდა. ის იყო ადამიანი, რომელიც ირჩევდა სიკვდილს, რათა გადაერჩინა ის, ვინც უყვარდა. ეს არის გმირობა? თუ ეს არის სიგიჟე? მე ჯერ კიდევ არ ვიცი. როდესაც კოტემ დაასრულა წერილები, მან ჩაკეტა ისინი კონვერტებში და მისცა თენგიზს. თუ რამე მომხდება, გადასციეს მარინას, თქვა კოტემ. მაგრამ არა დაუყოვნებლივ. დაელოდე, სანამ ვახტანგი არ გაქრება. რადგან თუ ის იცის, რომ მე დავტოვე ეს წერილები, ის მოკლავს შენს და მარინასაც. თენგიზმა ჰკითხა, როგორ იცი, რომ ვახტანგი გაქრება, და კოტემ უპასუხა, რადგან ის არის ვირთხა. და ვირთხები ყოველთვის გარბიან, როდესაც ისინი გრძნობენ, რომ მათი დრო მთავრდება. იმ ღამეს, სანამ თენგიზი წავიდოდა, კოტემ ჰკითხა მას ბოლო კითხვა, თენგიზ, შენ ფიქრობ, რომ ღმერთი მიტევებს მე იმისთვის, რომ მე ვირჩევ სიკვდილს? თენგიზმა უპასუხა, კოტე, თუ ღმერთი არსებობს, ის არ გიტევებს შენ. ის გაკურთხებს შენ. რადგან შენ არ ირჩევ სიკვდილს. შენ ირჩევ სიყვარულს. კოტე მახარაძე გაიღიმა პირველად იმ კვირაში, ღიმილი, რომელიც იყო სავსე ტკივილით, მაგრამ ასევე მშვიდობით. და იმ მომენტში თენგიზ ჯაფარიძემ გააცნობიერა, რომ ის უყურებდა ადამიანს, რომელიც უკვე მიიღო თავისი ბედი. ადამიანს, რომელიც აღარ ებრძოდა. ადამიანს, რომელიც უკვე იყო მშვიდობაში საკუთარ სიკვდილთან. მაგრამ რატომ? რატომ არ გაიქცა კოტე მახარაძე? რატომ არ წაიყვანა თავისი ოჯახი და არ გაქცეულა საქართველოდან, სადაც ვახტანგ ჯავახიშვილის ხელი ვერ მიაღწევდა მას? პასუხი იმალება არა მის ხასიათში, არამედ იმ სისტემაში, რომელშიც ის ცხოვრობდა. 1985 წელს საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ იყო ნახევრად საბჭოთა, ნახევრად დამოუკიდებელი. გბ სტრუქტურები ჯერ კიდევ მუშაობდა. საზღვრები ჯერ კიდევ კონტროლდებოდა ძველი სისტემით. და ვახტანგ ჯავახიშვილს ჰქონდა კავშირები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში. თუ კოტე ცდილობდა გაქცევას, ვახტანგი იპოვიდა მას. და მაშინ ის მოკლავდა არა მხოლოდ კოტეს, არამედ მთელ მის ოჯახს, როგორც გაფრთხილებას სხვებისთვის, რომ არავინ არ უნდა ცდილობდეს გაქცევას. კოტე მახარაძე ამას იცოდა.
ის იცოდა, რომ ერთადერთი გზა, რომ გადაერჩინა თავისი ოჯახი, იყო თავისი სიკვდილი, რომელიც გამოიყურებოდა როგორც უბედური შემთხვევა, როგორც ტრაგედია, არა როგორც მკვლელობა. თუ ის მოკვდებოდა რეპორტაჟზე გულის შეტევისგან, ვახტანგს აღარ ექნებოდა მიზეზი, რომ დაემუქრა მის ოჯახს. რადგან მკვდარი ადამიანი აღარ არის საფრთხე. მკვდარი ადამიანი აღარ ლაპარაკობს. მკვდარი ადამიანი ხდება გმირი, ლეგენდა, სიმბოლო და სიმბოლოები არ ამხელენ ჭეშმარიტებას. ისინი ფარავენ მას. ასე რომ კოტე მახარაძემ გააკეთა არჩევანი, რომელიც იყო ერთდროულად ყველაზე მამაცი და ყველაზე საშინელი არჩევანი, რაც ადამიანს შეუძლია გააკეთოს, ის გადაწყვიტა, რომ მოკვდებოდა, რათა სხვები ეცხოვრათ. მაგრამ ის ასევე გადაწყვიტა, რომ დატოვებდა კვალს, წერილებს, დოკუმენტებს, მტკიცებულებებს, რათა ერთ დღეს, როდესაც დრო მოვიდოდა, ჭეშმარიტება გამხდარიყო. და ეს დრო მოვიდა ახლა 30 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ მის წერილებს და ვხედავთ, რომ მისი სიკვდილი არ იყო უბედური შემთხვევა. ეს იყო მსხვერპლი. მაგრამ ვის სასარგებლოდ იყო ეს მსხვერპლი? მხოლოდ მისი ოჯახისთვის. თუ რაღაც უფრო დიდისთვის. პასუხი იმალება იმ ბოლო რეპორტაჟში, რომელიც კოტე მახარაძემ გააკეთა ცხინვალის სტადიონიდან, რეპორტაჟი, რომელიც გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში და რომელიც მოისმინა ასობით ათასმა ადამიანმა. იმ რეპორტაჟში კოტე არ ლაპარაკობდა მხოლოდ ფეხბურთის მატჩზე. ის ლაპარაკობდა იმაზე, რაც ხდებოდა საქართველოში, ომზე, გაყოფაზე, სიძულვილზე. და ის ლაპარაკობდა იმაზე, რომ ეს ყველაფერი არ იყო ბუნებრივი. ეს იყო დაგეგმილი. ეს იყო ორკესტრირებული. ეს იყო იარაღი იმ ადამიანების ხელში, რომლებიც სურდათ, რომ საქართველო ყოფილიყო სუსტი, გაყოფილი, დამოკიდებული. და სწორედ ეს სიტყვები იყო მისი სიკვდილის განაჩენი. რადგან როდესაც ვახტანგ ჯავახიშვილმა მოისმინა ეს რეპორტაჟი, ის გააცნობიერა, რომ კოტე მახარაძე აღარ იყო მისი იარაღი. ის იყო მისი მტერი. და მტრები უნდა განადგურდნენ. 1985 წლის თებერვლის 29-ს, დილის 10 საათზე, კოტე მახარაძე იდგა ცხინვალის სტადიონის გვერდით და უყურებდა, როგორ ივსებოდა ტრიბუნები ადამიანებით. ქართველები ერთ მხარეს, ოსები მეორე მხარეს. შუაში პოლიცია, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა წესრიგი, მაგრამ ყველას ესმოდა, რომ ეს იყო მხოლოდ ილუზია. ჰაერში იყო დაძაბულობა, რომელიც შეეძლო შეეხო ხელით. კოტეს გვერდით იდგა მისი ოპერატორი, გიორგი ბერიძე, რომელიც ამზადებდა აპარატურას პირდაპირ ეთერისთვის. გიორგიმ შეამჩნია, რომ კოტეს ხელები კანკალებდა და ჰკითხა, კოტე, შენ კარგად ხარ? კოტემ უპასუხა, არა. მაგრამ ეს აღარ აქვს მნიშვნელობა. გიორგიმ ჰკითხა, რას ნიშნავს ეს, მაგრამ კოტემ არ უპასუხა. ის უბრალოდ აიღო მიკროფონი და დაელოდა სიგნალს, რომ ეთერი დაიწყო. როდესაც სიგნალი მოვიდა, კოტე მახარაძემ დაიწყო თავისი ბოლო რეპორტაჟი სიტყვებით, რომლებიც არ იყო დაწერილი არც ერთ სცენარში. მე ვდგევარ აქ, ცხინვალის სტადიონზე, სადაც ორიერი უნდა ითამაშოს ფეხბურთი. მაგრამ ეს არ არის თამაში. ეს არის ტესტი. ტესტი იმისა, შეგვიძლია თუ არა ჩვენ, ადამიანებმა, რომლებიც ვცხოვრობთ ერთ მიწაზე, რომლებიც ვსუნთქავთ ერთ ჰაერს, რომლებიც გვყავს ერთი ისტორია, შევძლოთ თუ არა ერთად ყოფნა მშვიდობით. და მე გეუბნებით დიდ საიდუმლოს, არიან ადამიანები, რომლებიც არ სურთ, რომ ჩვენ გავიაროთ ეს ტესტი. არიან ადამიანები, რომლებიც სურთ, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ, რომ ჩვენ ვიძულოთ ერთმანეთი, რომ ჩვენ მკვდებოდეთ. რადგან როდესაც ჩვენ ვბრძოლობთ, ისინი იგებენ. როდესაც ჩვენ მკვდებით, ისინი ფლობენ ძალაუფლებას. და მე აღარ ვაპირებ, რომ ვიყო მათი იარაღი. ეს სიტყვები გავიდა პირდაპირ ეთერში და მოაღწია ასობით ათას ადამიანს მთელ საქართველოში. ადამიანები, რომლებიც ისმენდნენ რადიოს თავიანთ სახლებში, თავიანთ მანქანებში, თავიანთ სამსახურებში, გაჩერდნენ და მოусმინეს. რადგან ისინი გრძნობდნენ, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა. რაღაც, რაც არ იყო უბრალოდ რეპორტაჟი. ეს იყო აღსარება. ეს იყო ბოლო სიტყვა ადამიანისა, რომელმაც იცოდა, რომ ის ამბობდა თავის ბოლო სიტყვებს. მაგრამ იმავე დროს, თბილისში, ვახტანგ ჯავახიშვილის ოფისში, ხდებოდა რაღაც სხვა. ვახტანგი იჯდა თავის მაგიდასთან და ისმენდა კოტეს სიტყვებს, ხოლო მისი სახე ხდებოდა უფრო და უფრო წითელი. მის გვერდით იდგა ორი კაცი, იგივე კაცები, რომლებიც ყოველთვის იყვნენ მასთან, როდესაც საჭირო იყო სპეციალური ღონისძიებები. ვახტანგმა უთხრა მათ, ეს უნდა შეჩერდეს. ახლავე. ერთ-ერთმა კაცმა ჰკითხა, როგორ? ეს არის პირდაპირი ეთერი. ჩვენ ვერ გავაჩერებთ მას. ვახტანგმა უპასუხა, მე არ ვამბობ, რომ გააჩეროთ ეთერი. მე ვამბობ, რომ გააჩეროთ ის,
და იმ მომენტში ყველამ გააცნობიერა, რა ნიშნავდა ეს. ცხინვალში სტადიონზე კოტე მახარაძე აგრძელებდა თავის რეპორტაჟს. ის ლაპარაკობდა იმაზე, როგორ ისხედავდა, რომ ტრიბუნებზე ადამიანები არ უყურებდნენ ერთმანეთს სიძულვილით, არამედ ცნობისმოყვარეობით. როგორ ქართველი ბავშვი ღიმოდა ოს ბავშვს. როგორ ერთი დედა ეხმარებოდა მეორე დედას, რომელიც ეძებდა თავის შვილს. ეს არის ჭეშმარიტება, ამბობდა კოტე. ჩვენ არ ვართ მტრები. ჩვენ ვართ მეზობლები, რომლებსაც აიძულებენ, რომ ვიყოთ მტრები. და მე აღარ ვაპირებ, რომ ვიყო ნაწილი ამ სიცრუისა. მაგრამ სწორედ იმ მომენტში, როდესაც კოტე ამბობდა ამ სიტყვებს, მოხდა რაღაც, რაც შეცვლიდა ყველაფერს. ტრიბუნების ერთ-ერთ მხარეს, სადაც იყვნენ ყველაზე რადიკალური ფანები, ვიღაცამ გააგდოქვა. ეს ქვა ჩავარდა მეორე მხარეს და მოხვდა ერთ ადამიანს თავში. ადამიანი დაეცა. და იმ მომენტში დაიწყო ქაოსი. ადამიანები დაიწყეს ქვების გადაგდება. პოლიცია სცადა მათი შეჩერება, მაგრამ ვერ შეძლო. და შემდეგ ისმა პირველი გასროლა. კოტე მახარაძე იდგა იმ ყველაფრის შუაგულში და აგრძელებდა რეპორტაჟს. მისი ხმა იყო მშვიდი, თითქოს ის არ იყო შეშინებული. მაგრამ მისი ოპერატორი გიორგი ბერიძე ხედავდა, რომ კოტეს სახე იყო ისეთი ფერმკრთალი, რომ ის ჰგავდა მოჩვენებას. კოტე, ჩვენ უნდა წავიდეთ, ყვიროდა გიორგი. ეს არის საშიში. მაგრამ კოტემ უპასუხა, არა. მე უნდა დავასრულო ეს. ეს არის ჩემი ბოლო რეპორტაჟი. და მე უნდა ვთქვა ჭეშმარიტება. და ის თქვა. ის თქვა, რომ ის, რაც ხდებოდა იმ სტადიონზე, არ იყო სპონტანური. ის თქვა, რომ ის ხედავდა ადამიანებს, რომლებიც არ იყვნენ ფანები, არამედ პროვოკატორები, ადამიანები, რომლებიც სპეციალურად იყვნენ იქ, რომ გაეღვივებინათ ძალადობა. ის თქვა, რომ ეს იყო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ ქართველები და ოსები ებრძოლათ ერთმანეთს, რათა ვიღაცებს შეეძლოთ გამოეყენებინათ ეს ბრძოლა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. და ის თქვა სახელები, არა ყველა სახელი, მაგრამ საკმარისი, რომ ადამიანებმა გაეგოთ, ვინ იყო პასუხისმგებელი. და სწორედ იმ მომენტში, როდესაც კოტე მახარაძე ამბობდა ამ სახელებს, მისმა გულმა გააკეთა ის, რასაც ექიმები აფრთხილებდნენ, ის ჩერდებოდა. არა სრულად, არამედ საკმარისად, რომ კოტემ იგრძნო ტკივილი, რომელიც იყო ისეთი ძლიერი, რომ მან ვერ შეძლო სუნთქვა. ის დაეცა მუხლებზე, მაგრამ არ გაუშვა მიკროფონი. ის აგრძელებდა ლაპარაკს, ხოლო მისი ხმა სუსტდებოდა. ეს არის ჭეშმარიტება, ამბობდა ის. ეს არის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ. გიორგი ბერიძე მიირბინა კოტესთან და სცადა მისი დახმარება. ის ყვიროდა სასწრაფო დახმარებას, მაგრამ ქაოსში არავინ არ ისმენდა. ის ცდილობდა კოტეს გულის მასაჟს, მაგრამ ის არ იყო ექიმი. ის იყო უბრალოდ ოპერატორი, რომელიც უყურებდა, როგორ მისი მეგობარი კვდებოდა მის ხელებში. და ერთადერთი, რაც მას შეეძლო, იყო ის, რომ გაეგრძელებინა ჩაწერა. რადგან ის იცოდა, რომ ეს იყო ის, რასაც კოტე სურდა, რომ ყველაფერი ყოფილიყო ჩაწერილი, რომ ყველაფერი ყოფილიყო დოკუმენტირებული, რომ ჭეშმარიტება არ დაკარგულიყო. კოტე მახარაძის ბოლო სიტყვები, რომლებიც ჩაიწერა იმ დღეს, იყო: ნუ დაიჯერებთ. მათ. ნუ დაიჯერებთ. რომ ჩვენ ვართ მტრები. ჩვენ ვართ ძმები. და შემდეგ მისი ხმა ჩაიხშო. მიკროფონი დაეცა მიწაზე. და ეთერში გაისმა მხოლოდ ხმაური, ყვირილი, სროლა, ქაოსი. მაგრამ ის, რაც არავინ არ იცოდა იმ მომენტში, იყო ის, რომ კოტე მახარაძე არ მოკვდა დაუყოვნებლივ. ის იყო ცოცხალი კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში, საკმარისად დიდხანს, რომ მას მიეტანა სასწრაფო დახმარება, საკმარისად დიდხანს, რომ ის ჩაეტანა სასწრაფოს მანქანაში, საკმარისად დიდხანს, რომ ის ჩაეტანა საავადმყოფოში. მაგრამ იმ საავადმყოფოში, სადაც ის ჩაიტანეს, არ იყო ექიმი, რომელსაც შეეძლო მისი გადარჩენა. რადგან ის ექიმი, რომელიც იყო ყველაზე კვალიფიციური გულის ქირურგი ცხინვალში, იმ დღეს არ იყო სამსახურში. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ეთქვა, რომ ის ჰქონდა გადაუდებელი საქმე თბილისში და რომ ის უნდა წასულიყო იმ დილას. ვინ უთხრა მას ეს? არავინ არ იცის. მაგრამ ის, რაც ყველამ იცის, არის ის, რომ კოტე მახარაძე მოკვდა არა იმიტომ, რომ მისი გული ჩერდა. ის მოკვდა იმიტომ, რომ არავინ არ იყო იქ, ვინც შეეძლო მისი გადარჩენა. და ეს არ იყო შემთხვევა. ეს იყო გეგმა. გეგმა, რომელიც მუშაობდა იდეალურად.
1995 წლის მარტის 1-ს, ზუსტად 2 დღის შემდეგ კოტე მახარაძის სიკვდილის შემდეგ, მისი ცოლი მარინა მახარაძე მიიღო ვიზიტორი, რომელსაც ის არ ელოდა. ეს იყო ქალი, რომელიც წარმოადგინა თავი როგორც იურისტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. ქალმა უთხრა მარინას, რომ ის მოვიდა, რომ ესაუბრა მასთან კოტეს პირად საქმეებზე. მარინამ ჰკითხა, რა პირად საქმეებზე, და ქალმა უპასუხა, თქვენი ქმარი მუშაობდა მგრძნობიარე ინფორმაციასთან. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ინფორმაცია არ დაკარგულა. მარინამ უთხრა, მე არაფერი ვიცი არანაირ ინფორმაციაზე. მაგრამ ქალმა არ დაიჯერა. ის შემოვიდა სახლში და დაიწყო ძებნა, კარადებში, უჯრებში, თუნდაც ბავშვების ოთახებში. ის ეძებდა რაღაცას. და მარინა იცოდა, რას ის ეძებდა იმ წერილებს, რომლებიც კოტემ დატოვა. მაგრამ ის წერილები არ იყო სახლში. ისინი იყო უსაფრთხო ადგილას, რომელზეც იცოდა მხოლოდ ერთმა ადამიანმა გარდა მარინასი. ეს ადამიანი იყო თენგიზ ჯაფარიძე, კოტეს პირადი ექიმი, რომელმაც მიიღო ის წერილები იმ ღამეს, სანამ კოტე წავიდოდა ცხინვალში. თენგიზმა დამალა ის წერილები თავის კლინიკის სარდაფში, ადგილას, სადაც არავინ არ ეძებდა. და ის ელოდა იმ დღეს, როდესაც ის შეეძლო უსაფრთხოდ გადაეცა ისინი მარინას. მაგრამ ეს დღე არასოდეს მოვიდა. რადგან 2 კვირის შემდეგ თენგიზ ჯაფარიძე გაუჩინარდა. მისი ოჯახი ამბობს, რომ ის გავიდა სახლიდან დილის 6 საათზე, თქვა, რომ ის მიდიოდა კლინიკაში და აღარასოდეს დაბრუნდა. პოლიციამ დაიწყო ძებნა, მაგრამ თენგიზი არ იპოვეს. მისი სხეული აღმოაჩინეს 3 თვის შემდეგ მთაწმინდის ტყეში, სხეული, რომელიც იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ იდენტიფიკაცია იყო შესაძლებელი მხოლოდ სტომატოლოგიური ჩანაწერებით. ოფიციალური დასკვნა იყო, გულის შეტევა ბუნებაში სეირნობისას. მაგრამ მისი ქალიშვილი, ნინო ჯაფარიძე, არ დაიჯერა ეს. ის ამბობს, რომ მამამისის სხეულზე იყო კვალები, რომლებიც არ შეესაბამებოდა გულის შეტევას, კვალები, რომლებიც ჰგავდა ინექციის ადგილებს, კვალები, რომლებიც ჰგავდა ბრძოლის კვალებს. ნინო ჯაფარიძემ სცადა გამოძიების მოთხოვნა, მაგრამ მას უთხრეს, რომ საქმე დახურულია. ის სცადა მედიაში გასაჯაროება, მაგრამ არც ერთმა გაზეთმა არ დაბეჭდა მისი ისტორია. ის სცადა ადვოკატის დახმარება, მაგრამ ყველა ადვოკატი, რომელთანაც ის ესაუბრა, უთხრა, რომ ეს არის ძალიან საშიში საქმე და რომ უმჯობესია არ ჩაერიოს. ასე რომ ნინო დარჩა მარტო თავის ეჭვებთან, რომლებიც ამბობდა, რომ მისი მამა არ მოკვდა ბუნებრივად, არამედ მოკლეს იმიტომ, რომ ის იცოდა ძალიან ბევრი. და ის, რაც ის იცოდა, იყო დამალული იმ წერილებში, რომლებიც ის დამალა თავის კლინიკის სარდაფში. მაგრამ როდესაც პოლიცია შევიდა იმ კლინიკაში თენგიზის გაუჩინარების შემდეგ, ისინი ვერაფერი იპოვეს. სარდაფი იყო ცარიელი. წერილები გაქრა. და არავინ არ იცოდა, ვინ აიღო ისინი, პოლიციამ, უსაფრთხოების სამსახურმა, თუ ვიღაც სხვამ. მაგრამ ჭეშმარიტება იყო ის, რომ წერილები არ გაქრა. ისინი იყო აღებული ადამიანის მიერ, რომელიც იყო ერთგული კოტე მახარაძისადმი, ადამიანის მიერ, რომელიც მუშაობდა იმ კლინიკაში და რომელმაც დაინახა, როგორ უცნობი ადამიანები შემოვიდნენ სარდაფში და დაიწყეს ძებნა. ეს ადამიანი იყო მედიცინის ძმა სახელად დავით ქავთარაძე, რომელიც იყო თენგიზ ჯაფარიძის ასისტენტი 10 წლის განმავლობაში. დავითმა დაინახა, რომ იმ ადამიანებს ჰქონდათ იარაღი და რომ ისინი არ იყვნენ უბრალოდ პოლიციელები. ის გააცნობიერა, რომ თუ ის არ გააკეთებდა რაღაცას, ის წერილები დაიკარგებოდა სამუდამოდ. ასე რომ ის გააკეთა რაღაც, რაც იყო ძალიან რისკიანი, ის შევიდა სარდაფში იმ ადამიანების წინ, აიღო წერილები და დამალა ისინი თავის ქურთუკში. როდესაც იმ ადამიანებმა ჰკითხეს მას, რას აკეთებდა ის იქ, დავითმა უთხრა, რომ ის ეძებდა სამედიცინო ინსტრუმენტებს. ისინი დაიჯერეს მას და გაუშვეს. დავით ქავთარაძემ გაიტანა ის წერილები კლინიკიდან და წაიღო სახლში. ის წაიკითხა ისინი და გააცნობიერა, რომ ის, რაც მას ხელში ჰქონდა, იყო არა უბრალოდ წერილები, არამედ მტკიცებულება იმისა, რომ კოტე მახარაძე არ მოკვდა უბედური შემთხვევით, არამედ მოკლეს. მტკიცებულება იმისა, რომ ვახტანგ ჯავახიშვილი იყო პასუხისმგებელი. მტკიცებულება იმისა, რომ მთელი სისტემა იყო ჩართული ამ მკვლელობაში. მაგრამ დავითმა ასევე გააცნობიერა, რომ თუ ის გაასაჯაროებდა ამ წერილებს, ის მოკვდებოდა. ისევე როგორც მოკვდა კოტე. ისევე როგორც მოკვდა თენგიზი. ასე რომ ის გააკეთა ერთადერთი, რაც მას შეეძლო, ის დამალა ის წერილები და დაელოდა. დავით ქავთარაძე ელოდა 30 წელი. ის ინახავდა იმ წერილებს თავის სახლის სარდაფში, ადგილას, სადაც არავინ არ ეძებდა. ის არ უამბო არავის მათ შესახებ, არც თავის ცოლს, არც თავის შვილებს, არც თავის მეგობრებს.
ის ელოდა იმ დღეს, როდესაც ის შეეძლო უსაფრთხოდ გაესაჯაროებინა ისინი. და ეს დღე მოვიდა 2015 წელს, როდესაც დავითმა შეიტყო, რომ ის კვდებოდა კიბოსგან და რომ მას რჩებოდა მხოლოდ რამდენიმე თვე. ის გადაწყვიტა, რომ ის არ მოკვდებოდა იმ საიდუმლოს შენახვით. ის დაუკავშირდა ჟურნალისტს, რომელსაც ენდობოდა და გადასცა მას ის წერილები. ეს არის ჭეშმარიტება, უთხრა დავითმა. ეს არის ის, რაც მოხდა კოტე მახარაძესთან. და ახლა მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს. ჩვენ ვართ ის ჟურნალისტები, რომლებმაც მივიღეთ ის წერილები. ჩვენ წავიკითხეთ ისინი. ჩვენ გავაანალიზეთ ისინი. ჩვენ დავუკავშირდით ექსპერტებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ის წერილები იყო ავთენტური, რომ ისინი იყო დაწერილი კოტე მახარაძის ხელით, რომ ისინი იყო დაწერილი იმ დღეებში, სანამ ის მოკვდებოდა. და ახლა ჩვენ ვაპირებთ, რომ გავასაჯაროოთ ისინი. მაგრამ სანამ ჩვენ ეს გავაკეთებთ, ჩვენ გვინდა რომ თქვენ ჩვენმა მაყურებლებმა იცოდეთ ერთი რამ, ეს ისტორია არ არის დასრულებული. ეს ისტორია გრძელდება დღესაც. რადგან ის სისტემა, რომელმაც მოკლა კოტე მახარაძე, ჯერ კიდევ არსებობს. ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელნი მის სიკვდილზე, ჯერ კიდევ არიან ძალაუფლებაში, ზოგი საქართველოში, ზოგი სხვა ქვეყნებში. ისინი შეიცვალეს სახელები, შეიცვალეს სახეები, შეიცვალეს იდენტობები. მაგრამ ისინი არ შეცვლეს თავიანთი მეთოდები. ისინი ჯერ კიდევ იყენებენ ადამიანებს როგორც იარაღებს. ისინი ჯერ კიდევ ანადგურებენ მათ, როდესაც ისინი ხდებიან უსარგებლო. და ისინი ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ისინი შეუხებელნი არიან. მაგრამ ისინი ცდებიან. რადგან ჭეშმარიტება არ კვდება. ჭეშმარიტება ელოდება. და ახლა 30 წლის შემდეგ ჭეშმარიტება მზად არის გამოსვლისთვის. ჭეშმარიტება მზად არის, რომ აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რა ნამდვილად მოხდა კოტე მახარაძესთან. და ჭეშმარიტება მზად არის, რომ მოითხოვოს სამართლიანობა. მაგრამ ჩვენ ვერ გავაკეთებთ ამას მარტო. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება. ჩვენ გვჭირდება, რომ თქვენ გაზიაროთ ეს ისტორია. ჩვენ გვჭირდება, რომ თქვენ ილაპარაკოთ ამაზე. ჩვენ გვჭირდება, რომ თქვენ მოითხოვოთ პასუხები. რადგან მხოლოდ ერთად, მხოლოდ როდესაც ჩვენ ყველა ერთად ვიდგებით, ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ის სისტემა, რომელმაც მოკლა კოტე მახარაძე. მხოლოდ ერთად ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ მისი მსხვერპლი არ იყო ამაოდ. ასე რომ ჩვენ კითხულობთ თქვენ მზად ხართ იბრძოლოთ ჭეშმარიტებისთვის? თქვენ მზად ხართ დაიცვათ მეხსიერება იმ ადამიანისა, რომელმაც გასწირა თავისი სიცოცხლე, რათა თქვენ იცოდეთ ჭეშმარიტება? თქვენ მზად ხართ იყოთ ხმა იმათთვის, რომლებსაც აღარ აქვთ ხმა? 1985 წლის მარტის მე-5-ს, ზუსტად 6 დღის შემდეგ კოტეს სიკვდილის შემდეგ, მისი ცოლი მარინა მახარაძე იჯდა თავის სამზარეულოში და უყურებდა ფანჯარას, როდესაც მან შეამჩნია რაღაც უჩვეულო მანქანა, რომელიც იდგა მათი სახლის პირდაპირ უკვე მესამე დღეა. იგივე მანქანა, იგივე ადამიანი შიგნით, რომელიც არასოდეს არ გადიოდა. მარინამ იცოდა, რა ნიშნავდა ეს. ის იყო თვალთვალი. ის იყო გაფრთხილება. ის იყო შეტყობინება, რომელიც ამბობდა, ჩვენ ვაკვირდებით შენ. ჩვენ ვიცით სად ხარ. და თუ შენ გააკეთებ რაიმე, რაც არ უნდა გააკეთო, ჩვენ ვიცით სად მოგიკითხოთ. მარინამ დახურა ფარდები და დაბრუნდა თავის საძინებელში, სადაც მისი ორი შვილი, თამარა და გიორგი, თამაშობდნენ იატაკზე, არაფრის მოუცნობელნი იმისა, რომ მათი სამყარო ახლახან ჩამოინდრა. მარინამ შეხედა მათ და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლიდა მთელ მის ცხოვრებას, ის გადაწყვიტა, რომ დუმდა. არა იმიტომ, რომ ის ეშინოდა საკუთარი თავისთვის, არამედ იმიტომ, რომ ის ეშინოდა თავისი შვილებისთვის. რადგან ის იცოდა, რომ თუ ის ლაპარაკობდა, თუ ის გაასაჯაროებდა იმას, რაც კოტემ დატოვა, ვახტანგ ჯავახიშვილი არ შეიწყნარებდა. ის მოკლავდა არა მხოლოდ მარინას, არამედ მის შვილებსაც, როგორც გაფრთხილებას, როგორც მაგალითს, როგორც საბოლოო შეტყობინებას ყველასთვის, ვინც ოდესმე ფიქრობდა წინააღმდეგობაზე. მაგრამ მარინა მახარაძე არ იყო უბრალოდ შეშინებული ქვრივი. ის იყო ქალი, რომელმაც გაატარა 22 წელი ჟურნალისტის ცოლად, ქალი, რომელმაც ისწავლა, როგორ ელოდა, როგორ დაეგეგმა, როგორ გადაერჩინა ინფორმაცია იმ დროისთვის, როდესაც ის იქნებოდა უსაფრთხო. ის იცოდა, რომ ახლა არ იყო ის დრო. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ის დრო მოვიდოდა. ასე რომ ის დაელოდა. ის დაელოდა, სანამ ვახტანგ ჯავახიშვილი არ გაქრებოდა, რაც მოხდა ზუსტად 2 კვირის შემდეგ. ის დაელოდა, სანამ თვალთვალი არ შეწყდებოდა, რაც მოხდა 1 თვის შემდეგ. ის დაელოდა, სანამ მისი შვილები არ გაიზრდებოდნენ და არ გახდებოდნენ საკმარისად ძლიერები, რომ გაეგოთ ჭეშმარიტება, რაც მოხდა 15 წლის შემდეგ.
და მხოლოდ მაშინ 2010 წელს, როდესაც მარინა მახარაძე იყო უკვე 50 წლის, როდესაც მისი შვილები იყვნენ უკვე ზრდასრულები, როდესაც ვახტანგ ჯავახიშვილი იყო გაქრებული უკვე 15 წლის განმავლობაში, მან გადაწყვიტა, რომ ელაპარაკა. მაგრამ როდესაც მარინამ სცადა იმ წერილების მოძებნა, რომლებიც კოტემ დატოვა, ის აღმოაჩინა, რომ ისინი გაქრა. თენგიზ ჯაფარიძე, რომელსაც უნდა ჰქონოდა ისინი, იყო მკვდარი. მისი კლინიკა იყო დახურული. და არავინ არ იცოდა, სად იყო ის წერილები. მარინა ეძებდა მათ 5 წლის განმავლობაში, ეძებდა ყველგან, სადაც შეეძლო წარმოედგინა. მაგრამ ის ვერაფერი იპოვა. და ნელ-ნელა ის დაიწყო იმის ფიქრი, რომ შესაძლოა ის წერილები არასოდეს არსებობდა. შესაძლოა კოტე არასოდეს დაუტოვებია ისინი. შესაძლოა ეს ყველაფერი იყო მხოლოდ მისი წარმოსახვა ქვრივისა, რომელიც ცდილობდა მოეძებნა აზრი თავისი ქმრის უაზრო სიკვდილში. მაგრამ შემდეგ 2015 წელს მოხდა რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერს. მარინას დარეკა უცნობმა ნომრიდან და უთხრა, მე მაქვს რაღაც, რაც თქვენ ეძებთ. შეხვდით მე ხვალ პარკში 3 საათზე. მოდით მარტო. მარინა მიცოდა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ხაფანგი. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ერთადერთი შანსი. ასე რომ ის წავიდა. ის წავიდა იმ პარკში, იჯდა სკამზე და ელოდა. და შემდეგ ის დაინახა კაცი, რომელიც მიდიოდა მისკენ, კაცი, რომელიც იყო დაახლოებით 6 წლის, გამხდარი, ფერმკრთალი, მაგრამ მისი თვალები იყო ცოცხალი. ეს იყო დავით ქავთარაძე. დავითმა დაჯდა მარინას გვერდით და უთხრა, მე ვარ ადამიანი, რომელმაც გადაარჩინა თქვენი ქმრის წერილები. მე ვინახავდი მათ 30 წლის განმავლობაში. და ახლა, როდესაც მე კვდები, მე მინდა, რომ გადავცე ისინი თქვენ. რადგან თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აქვს უფლება გადაწყვიტოს, რა უნდა მოხდეს მათთან. მან ამოიღო თავისი ჩანთიდან კონვერტი, ძველი, ყვითელი კონვერტი, რომელზეც წერდა კოტეს ხელით, მარინასთვის. გახსენი მხოლოდ მაშინ, როდესაც უსაფრთხო იქნება. მარინამ აიღო ის კონვერტი და მისი ხელები კანკალებდა. ის უყურებდა იმ ხელწერას, რომელიც ის იცნობდა ისე კარგად, როგორც საკუთარ სახეს და ტიროდა. ის ტიროდა არა მწუხარებისგან, არამედ შვებისგან. რადგან ის ახლა იცოდა, რომ ის არ იყო გიჟი. ის იცოდა, რომ კოტე ნამდვილად დატოვა რაღაც. ის იცოდა, რომ ჭეშმარიტება არსებობდა. მარინამ გახსნა ის კონვერტი იმ საღამოს, როდესაც ის დაბრუნდა სახლში. შიგნით იყო 3 წერილი, ერთი მისთვის, ერთი მისი შვილებისთვის, ერთი საქართველოს ხალხისთვის. მარინამ წაიკითხა პირველი წერილი, რომელიც იყო მიმართული მისთვის და ის, რაც ის იქ წაიკითხა, გატეხა მის გულს და ამავე დროს აღადგინა იგი. კოტე წერდა, მარინა, ჩემო სიყვარულო, თუ შენ კითხულობ ამას, ეს ნიშნავს, რომ მე აღარ ვარ. მე ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა. მე ვიცოდი, რომ ვახტანგი მკლავდა. მაგრამ მე ასევე ვიცოდი, რომ თუ მე არ წავიდოდი, ის მოგკლავდა შენ და ბავშვებს. ასე რომ მე ავირჩიე ეს. მე ავირჩიე სიკვდილი, რათა შენ ცოცხალი დარჩენილიყავი. და მე არ ვინანებ ამაზე. რადგან შენ ხარ ყველაფერი, რაც მე ოდესმე მიყვარდა. შენ და ბავშვები. და თუ ჩემი სიკვდილი ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრობთ, მაშინ ეს არის ღირებული. მაგრამ მე ასევე მინდა, რომ შენ იცოდე ჭეშმარიტება. მე მინდა, რომ შენ იცოდე, რა ნამდვილად მოხდა. და მე მინდა, რომ ერთ დღეს, როდესაც ეს იქნება უსაფრთხო, შენ გაასაჯაროოთ ეს. არა ჩემთვის. არა შურის ძიებისთვის. არამედ იმიტომ, რომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ის სისტემა, რომელმაც მოკლა მე, ჯერ კიდევ არსებობს. და რომ თუ ისინი არ იბრძვიან მის წინააღმდეგ, ის მოკლავს სხვებსაც. მარინა მახარაძემ წაიკითხა ეს წერილი და მიიღო გადაწყვეტილება. ის გადაწყვიტა, რომ ის გაასაჯაროებდა ამას. არა დაუყოვნებლივ, რადგან ის ჯერ კიდევ არ იყო სრულიად უსაფრთხო. მაგრამ მალე. ძალიან მალე. ის დაუკავშირდა ჟურნალისტებს, რომლებსაც ენდობოდა. ის გადასცა მათ წერილები. ის უთხრა მათ მთელი ისტორია. და ის ელოდა იმ დღეს, როდესაც ჭეშმარიტება გამხდარიყო. და ეს დღე მოვიდა ახლა. ახლა, როდესაც თქვენ უყურებთ ამ ვიდეოს. ახლა, როდესაც თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს. ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო იცის, რა ნამდვილად მოხდა კოტე მახარაძესთან. მაგრამ ეს ისტორია არ მთავრდება აქ. რადგან ჭეშმარიტების გაცნობა არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი არის სამართლიანობა.
და სამართლიანობა ნიშნავს პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც რჩება 30 წლის შემდეგაც. პირველი კითხვა: სად არის ახლა ვახტანგ ჯავახიშვილი? ის ნამდვილად გარდაიცვალა? თუ ის ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, სხვა სახელით, აგრძელებს თავის საქმიანობას? ჩვენ ვერ დავამტკიცეთ, რომ ვიქტორ ჟუკოვსკი იყო ვახტანგ ჯავახიშვილი. მაგრამ ჩვენ ასევე ვერ გავაქარწყლეთ ეს. და თუ ის ნამდვილად იყო ის, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანი, რომელმაც მოკლა კოტე მახარაძე, არასოდეს არ მიიღო სასჯელი. ის ცხოვრობდა კიდევ 27 წელი მას შემდეგ, რაც მოკლა კოტე. ის აგრძელებდა თავის საქმიანობას, იყენებდა ადამიანებს როგორც იარაღებს, ანადგურებდა მათ, როდესაც ისინი ხდებოდნენ უსარგებლო. და შესაძლოა, სადღაც ვიღაც, ვინც მუშაობდა მასთან, ვინც იცნობდა მას, ვინც იცის ჭეშმარიტება, უყურებს ამ ვიდეოს ახლა და ფიქრობს, უნდა ვთქვა თუ არა. მეორე კითხვა: ვინ იყვნენ სხვა ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩართულნი ამ სისტემაში? ვახტანგ ჯავახიშვილი არ მუშაობდა მარტო. ის ჰქონდა უფროსები მოსკოვში. ის ჰქონდა თანამშრომლები თბილისში. ის ჰქონდა კონტაქტები სხვა რესპუბლიკებში. და ბევრი მათგანი ჯერ კიდევ არის ცოცხალი. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ არის ძალაუფლებაში. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ იყენებს იმავე მეთოდებს, რომლებიც მათ გამოიყენეს 30 წლის წინ. და თუ ჩვენ არ გამოვავლენთ მათ, თუ ჩვენ არ მოვითხოვთ მათგან პასუხისმგებლობას, ისინი გააგრძელებენ. ისინი მოკლავენ სხვა კოტე მახარაძეებს. ისინი გაანადგურებენ სხვა ოჯახებს. ისინი დაანგრევენ სხვა ცხოვრებებს. მესამე კითხვა: რა მოხდა იმ სხვა ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ ჭეშმარიტების თქმას? თენგიზ ჯაფარიძე, რომელიც მოკვდა გულის შეტევისგან ტყეში. ლევან კვირიკაშვილი, რომელიც მოკვდა კიბოსგან, მაგრამ რომლის დოკუმენტები გაქრა მისი სიკვდილის შემდეგ. გიორგი ბერიძე, ოპერატორი, რომელიც იყო კოტესთან მის ბოლო წუთებში და რომელიც გაუჩინარდა 2 თვის შემდეგ. რამდენი ადამიანი მოკვდა იმიტომ, რომ ისინი იცოდნენ ძალიან ბევრი? რამდენი ოჯახი დარჩა პასუხების გარეშე? და რამდენი მათგანი ჯერ კიდევ ელოდება სამართლიანობას? ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ უნდა ვიპოვოთ პასუხები. არა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა შურისძიება. არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა სამართლიანობა. არა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა წარსულის გახსენება. არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა მომავლის დაცვა. რადგან თუ ჩვენ არ ვისწავლით წარსულიდან, თუ ჩვენ არ მოვითხოვთ პასუხისმგებლობას იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაულები, მაშინ ისინი გაიმეორებენ. და შემდეგ იმ მსხვერპლი შეიძლება იყოს ვიღაც, ვინც თქვენ იცნობთ. შეიძლება იყოს ვიღაც, ვინც თქვენ გიყვართ. შეიძლება იყოს თქვენ. ასე რომ რას ვაკეთებთ ახლა? როგორ ვიბრძვით ამ სისტემის წინააღმდეგ, რომელიც არის ისეთი ძლიერი, ისეთი ფარული, ისეთი საშიში? პასუხი არის მარტივი: ჩვენ ვლაპარაკობთ. ჩვენ ვზიარებთ. ჩვენ არ ვივიწყებთ. ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც გასწირეს თავიანთი სიცოცხლე ჭეშმარიტებისთვის. ჩვენ ვზიარებთ მათ ისტორიებს, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რა მოხდა მათთან. ჩვენ არ ვივიწყებთ მათ სახელებს, მათ სახეებს, მათ მსხვერპლს. რადგან როდესაც ჩვენ ვივიწყებთ, ჩვენ ვაძლევთ ძალას იმ ადამიანებს, რომლებმაც მოკლეს ისინი. როდესაც ჩვენ ვივიწყებთ, ჩვენ ვეუბნებით მათ, თქვენ მოიგეთ. თქვენ გაქრეთ ჭეშმარიტება. მაგრამ როდესაც ჩვენ ვიხსენებთ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, როდესაც ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ ვეუბნებით მათ, თქვენ არ მოიგეთ. ჭეშმარიტება ცოცხალია. და ის არასოდეს არ მოკვდება. კოტე მახარაძე არ მოკვდა უბედური შემთხვევით. ის მოკვდა იმიტომ, რომ ის ირჩევდა ჭეშმარიტებას ტყუილზე, სიმამაცეს შიშზე, სიყვარულს სიძულვილზე. ის მოკვდა იმიტომ, რომ ის არ დათანხმდა იყოს იარაღი იმ სისტემისა, რომელიც სურდა, რომ ადამიანები ებრძოლათ ერთმანეთს. ის მოკვდა იმიტომ, რომ ის გადაწყვიტა, რომ ის იქნებოდა ხმა იმათთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ ხმა. და მისი სიკვდილი არ იყო ამაოდ. რადგან ახლა 30 წლის შემდეგ მისი ხმა ისევ ისმის. მისი სიტყვები ისევ აღწევს ადამიანებს. მისი ჭეშმარიტება ისევ ცოცხალია. მაგრამ ეს ჭეშმარიტება საჭიროებს ჩვენს დახმარებას. ის საჭიროებს, რომ ჩვენ გავზიაროთ ეს ისტორია. ის საჭიროებს, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ ამაზე ჩვენს ოჯახებთან, ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს თანამშრომლებთან. ის საჭიროებს, რომ ჩვენ მოვითხოვოთ პასუხები იმ ადამიანებისგან, რომლებიც არიან ძალაუფლებაში. ის საჭიროებს, რომ ჩვენ არ დავივიწყოთ.
რადგან მხოლოდ ერთად მხოლოდ როდესაც ჩვენ ყველა ერთად ვიდგებით, ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ კოტე მახარაძის მსხვერპლი არ იყო ამაოდ. და ახლა, ჩვენო მეგობრებო, ჩვენ გვინდა ვიკითხოთ თქვენ, როგორ ფიქრობთ კოტე მახარაძეზე? იყო ის გმირი, რომელმაც გასწირა თავისი სიცოცხლე ჭეშმარიტებისთვის. თუ იყო ის მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელმაც გამოიყენა იგი და შემდეგ გაანადგურა. იყო ის ადამიანი, რომელმაც გააკეთა სწორი არჩევანი, როდესაც ის ავირჩია სიკვდილი თავისი ოჯახის გადასარჩენად. თუ იყო ის ადამიანი, რომელმაც უნდა გაექცა, უნდა გადაერჩინა საკუთარი თავი, უნდა ეცხოვრა. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ თქვენი აზრი. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, იხსენებენ თუ არა მას თქვენს ქალაქში, თქვენს სოფელში, თქვენს ოჯახში. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, არის თუ არა ადამიანები, რომლებმაც იციან სხვა ისტორიები, სხვა ჭეშმარიტებები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის გაცხადებული. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. გაგვიზიარეთ თქვენი მოგონებები. მოგვიყევით თქვენი ისტორიები. რადგან ყოველი ხმა მნიშვნელოვანია. ყოველი ისტორია მნიშვნელოვანია. ყოველი ჭეშმარიტება მნიშვნელოვანია. და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ისტორია უნდა გაიგოს სხვებმაც, დააჭირეთ ლაიქს. გააზიარეთ ეს ვიდეო. გამოიწერეთ ჩვენი არხი. რადგან მხოლოდ ერთად ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ კოტე მახარაძის ხმა არასოდეს არ ჩაიხშოს. მხოლოდ ერთად ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ჭეშმარიტება გაიმარჯვებს. გმადლობთ, რომ ყოფილხართ ჩვენთან. გმადლობთ, რომ მოусმინეთ ამ ისტორიას. და გმადლობთ, რომ არ დაივიწყებთ. კოტე მახარაძე ცხოვრობს ჩვენს მეხსიერებაში. ის ცხოვრობს ჩვენს გულებში. და ის ცხოვრობს იმ ჭეშმარიტებაში, რომელიც ჩვენ ვიცავთ. დაე, მისი სული იყოს მშვიდობაში. და დაე, მისი ხმა არასოდეს არ ჩაიხშოს.